იმ დღეს, როდესაც გახსნა იყო ოლიმპიური თამაშები, ჩემ ქვეყანაში ომი დაიწყო. ერთ-ერთ ვაჭგვიანმა ეტყობა დარეკა თბილისიდან და თხოვეს უთხრეს ვარაუდ არჩით. მე შენ ჭკვიანი ქალი მეგონეო და იქ რა უნდა მექნა დამეცხრილა? ნინო, აი ეს ნინო შევხედებით რუსი, ახლა მოხდა ამას რას უნდა როგორ ახარ ძაღში ხო კარგად არის ყველაფერი. ასაყურელი თვალებია. ხალბატონია მე მგონი. ვინ ვარ მე? ვენ ოლიმპიური ჩემპიონი. აი ხო გითხარით ბანალური ვახუმოთ ხარ დავამებით არ მორჩა და დავამთავრე 9 საკმარის 10 ოლიმპიადა. ამდენად რთული იყო ამ ისტორიის დაწერა. კიდევ კარგი 2 ოქრო არ იყო, თორე 10 ოლიმპიადა არ იქნებოდა. უმიზნებთ მე-11-ის. ჩუღად. მეფესავით პოდკასტი. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მე-10 საიუბილეო ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ქართული სპორტის დედოფალი ნინო სალუქვაძე. როგორ ბრძანდებით ხალბატონო ნინო? მოგესალმებით, კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ხართ? ჩვენც მადლობა ბრძანებით. დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით მოსვლაზე და დარწმუნებული ვარ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე-10 პოდკასტიო და 10-იანების ექსპერტი. დაბედებული მაქათიანი, დაბედებული. სანამ დავიწყებთ საუბარს, ჩვენს მაყურებელს ვთხოვ გამოიწეროთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი და პირდებით რომ ყოველთვის ასეთი საინტერესო სტუმრები გვეყოლება. ხალბატონო ნინო, დავიწყოთ პირდაპირ და ჩვენ გვაქვს ტრადიცია წინა სტუმარი ტოვებს კითხვას სტუმართან. და ყავდა ჯანო იზორია მსახიობი და კითხვა დაგისვათ რა იცით ფოთის კოლხეთის შესახებ ფეხბურთის გუნდთან დაკავშირებით. პირველი მერცხალი? რაც პირველი მაგონდება. არა, ესეთი ღრმა ცოდნად ვერ გამოვირჩევი ახლა ფეხბურთთან დაკავშირებით და მის ისტორიასთან. ივიცი ჩვენი ნაციონალური სახეობების სპორტის, მაგრამ როდის რა დაიწყო და ეხა ზუსტად თარიღები ნამდვილად არ მახსოვს. პირველი მერცხალად მოიხსენოთ ფოთის კოლხეთი. 10 ოლიმპიადა პირდაპირ საქმეზე. რამდენად რთული იყო თავიდან ალბათ მაგაზე არ იფიქრებდით რომ ამ ოლიმპიადაზე მიიღებით მონაწილეობას. მაგრამ ეხლა ნელი გადმოსახედიდან რამდენად რთული იყო ამ ისტორიის დაწერა. ეხლა რო ვფიქრობ საერთოდ ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნება არის რომ მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. და იქ თუ გაგიმართლა და მედალს წაეპოტინე, ესე რომ ვთქვათ, თან ორს და კიდევ კარგი 2 ოქრო არ იყო, თორე 10 ოლიმპიადა არ იქნებოდა. ამიტომ უფალმა იცის იყო ოქრო და ვერცხლი და ეს ჩემში დატოვა დაუკმაყოფილების გრძნობა, როგორ მეორე ოქრო როგორ ვერ ავიღე. და ამან ალბათ განაპირობა ის რომ ამდენი ხანი შევჭი ამ სპორტის სახეობას და სხვა ჯილდოებიც მოვიპოვე და დიდებში უკნიდან დავიწყე. ჯერ ოლიმპიადა მოვიგე, მერე მსოფლიო ჩემპიონატი და მერე ევროპა. აქედან არ დამიწყე თავიდან. ხო და ამიტომ სულ ვიძახდი ხოლმე რომ უფალმა უკვე თიცის როგორ და რა უნდა მოხდეს. და გამოვიდა ესე რომ თან ჩვენმა ქვეყანამ რა პერიოდები გაიარა, ეხლა ყველამ ვიცით 90-იან წლები და ასე შემდეგ, ყველა სფეროს შეეხო სპორტისთვის ვისეცალა. აქ ივაშკაცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად აი ამ სპორტმა შემძინა მე მთელ ქვეყანაში ქვეყნიერებაზე ძალიან ბევრი მეგობარი, თითქმის ყველა ქვეყანაში. და მათი დახმარებით შემორჩა ნინო სალუქვაძე როგორც სპორტსმენი საქართველოს დღემდე. და ამიტომ ვიძახი რომ რთული გზა იყო თვითოეულ ჯერ რომ ეხა მე რომ დავიწყო აქ მოყოლა აი ამ გზის 40 წლიანი გზის ალბათ ვერც მე-11 მე-12 სტუმარს ვეღარ მოიწვევთ. ხო, ამიტომ მოკლედ მოყვევი რა და ძალიან რთული პერიოდიდან დავიწყე ეს 90-იანი წლები, სადაც ჩვენ მამლუქებად გამოგვაცხადეს სპორტსმენები და აღარ მოგცეს უფლება საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობის და მე მეგონა მეთქი ვაიმე რა მაგარია ეხლა ეთყობა მოამზადეს ნიადაგი პოლიტიკურად რომ ცალკე გუნდი გავა. ერთი წლის მერე გვითხრეს აი რა იცით თქვენ SNG სახელით უნდა გამოხვიდეთ.
აი წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა ძალზე რთული იყო. 15 ქვეყნის ნაკრები იყო, 15 ქვეყნის ესე რომ ვთქვათ. და პრივილეგია, რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრებს ეკუთვნოდა. 60 კაცი იყო ნაკრებში, 60 სათადარი იყო და სულ როტირებდა ხა ეს ვინ როდის იყო იმ შეჯიბრისთვის იმ მომენტში მზად ის მიყავდათ ხო შეჯიბრებას. ეს სეულის ოლიმპიადაზე ამბობთ თუ მანამ საერთოდ ნაკრებში, საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მაგრამ ესენგეთი ვიყავით ბარსელონაში. ბარსელონაში ესენგეთი ვიყავით, ხო. და აი ნაკრებში რომ მოხვდი, უკვე ძალიან დიდი პრესტიჟი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში აგიყვანეს და მამის სიტყვები სულ მახსოვს რა და ამას სულ ვიმეორებდი. თუ გინდა შერჩე, დარჩე ნაკრებში, უნდა 10 თავით ამათ აჯო. და ჩვენთან როდესაც ქულა-ქულაზე მიდის და მიათედებზე გაყვეს ის ქულები და ეს წვიტავდა მედლის ბედს, წარმოიდგინეთ, რომ 12-15 ქულით უსრებდი სხვებს. ამიტომ კითხვა არ დარჩენილა, რომ ვინ დავაყენოთ გუნდში. მხოლოდ ორ სპორტსმენი მიდიოდა ოლიმპიადაზე, აი იმ 60 კაციდან. წარმოიდგინეთ. და ყოველთვის მოძრაობდნენ რა ამ ნაკრებში ეს წარმომადგენლები. ერთი ნინო იყო სულ, ძრავერ უყვეს და აი გამსახურდია რომ მოვიდა, სახში დარჩითო. აღარ წახვიდეთ საბჭოთა კავშირის სახელით არ გამოხვიდეთ. გასაგებია მესმის, მაგრამ მე მეკონა მომზადებულია პოლიტიკურად სიტუაცია, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრები ცალკე გავა. არა ისე, ესენგე სახელი და წარმოიდგინეთ თავიდან მომიწია გავლა აი ამ კონკურენციის რომ ნაკრებში შესულიყავი ბარსელონის და 1 წელი იყო დარჩენილი. ყველა შეჯიბრი მოვიგე შესარჩევი და აი გამოფიტული წავედი ბარსელონაში და მე მეხუთე მე-7 ადგილი ოლიმპიადაზე ჩემთვის იყო როგორ გითხრათ ჩავარდა ძალიან დიდი. სეულის შემდეგ ეხა მე-7 ადგილი. მე მაგას ატლანტა მოყვა, ატლანტაში კომპიუტერმა აურია ფინალში გავედი და 3 ქულით წინ ვიყავი. 3 ქულა ძალიან დიდია რა. კიდევ ვიძახი რომ ქულა გააყვეს 10 ნაწილად და ის წვიტავს მედლის ბედს და 3 ქულით სანერვიულო რა მქონდა, არაფერი. და რაღაც ისეთი რაღაცები მოხდა. არ ვიცი, ხა 30 გასროლიდან 295-ს რო გააკეთებ, 5-9-ს დანარჩენ 10-იანს. 10 გასროლიდან 17-7-იანი როგორ უნდა გააკეთო? შანსი არ არის, ხო? მაგრამ მე ჩემ თავში ვეძებდი ამ შეცდომით, რა მოხდა რა, რაშია საქმე, როგორ რა მოხდა. თურმე ახალი სისტემა იყო შემოღებული კომპიუტერული, ფარს ქაღალდს აღარ ვისროდით. კომპიუტერში ვისროდით და იქ რა თქმა უნდა ტყვიას და თვითონ ეს გიჩვენებდნენ მონიტორზე რას აკეთებდი და აი აზრადაც ვერ მოვიდოდი რომ ოლიმპიადაზე შეიძლებოდა ესეთი რაღაცა მომხდარიყო. მე ტექნიკური მხარე ხო არ უნდა ვამოწმო იქ. მაგრამ მე გამოვედი ხა სტრესში ვიყავი, რა თქმა უნდა ტირილი ამივარ და რაღაცა ესეთი რაღაცა დიდი ფიქრის და ანალიზის მე დავწერეთ პროტესტი, რომ გვაჩვენეთ ჩანაწერი, არ გვაჩვენეს. წერი არ გვაჩვენეს და გითხრეს, რომ თქვენო პროგრესის წინააღმდეგი ხართო? რას ნიშნავს წინააღმდეგიო, როგორ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ჩანაწერი ხო შეიძლება არ გვაჩვენეს. წაგართოთ საპრიზო ადგილი. კი. მაშინ იყო ესეთი სიტუაცია, იმ წუთში მე ვერ მოვიფიქრეთ, რომ იმ წუთში შეიძლებოდა მაგაზე რეაგირება, მაგრამ არც კი მომსული აზრად რა. ეს კომპიუტერის პრაქტიკა მანამდე არ ყოფილა, ატლანტაში იყო პირველი სადაც შემოიტანეს. ანუ ოლიმპიადაზე მე იყო კიდე შეცდომები სხვა სპორტსმენებთან დაუშვეს და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იმ სხვებმა ისარგებლეს და უკვე ეგრევე პროტესტს წერდნენ. მივხვდით და უკვე აი ესე მიიღო ჩემმა კონკურენტმა სეკარიჩმა ლიცენზია მაგალითად მიუნხენში, როდესაც იმასაც არასწორად უჩვენა პროტესტი დაწერა. იმ წუთში აჩვენეს პროტესტი მწვრთნელმა და წავიდნენ შესამოწმებლად, მართლა დამტკიცდა რომ შეცდომა დაუშვა კომპიუტერმა და ლიცენზია აიღო ოლიმპიადის. აი გამოცდილება რა, პირველი ის ვიყავი ხოლმე ყველგან რა. მედალი კი შეეწირა ატლანტაში. მთავარი მედალი არის რა თქმა უნდა. მე რა ვიცი, რაღაცა მე ბავშვები, ოჯახი, ყველაფერი ძალიან უჭირდა რა საქართველოს სპორტს. ყველა სფეროს და ეხლა ცოტა ნელა-ნელა ამოვისუნთქეთ ოდნავ, მაგრამ
ეს რო გითხრათ რომ მე ბაზა დღემდე რო არ მაქვს, ეს ფაქტია. ეს ფაქტია. ეს 90-იანების დამსახურება არის დიდწილად, ხო? ხო, ყველა ბაზა გაჩანაგდა, ესე რომ ვთქვათ, იმ დროს გაიძარცვა, დაინგრა ყველაფერი და ეს ჩემი პატარა კლუბი, რასაც ქვია, ჩემი სახსრებით გავაკეთე და ეს 20 წელია, იქ ბავშვებს, ახალგაზრდებს ვავარჯიშებ და ვიამაყებ ჩემი ახალგაზრდა მოწაფეებით, იმიტომ რომ წელს ნახევარი გუნდით მე თოფს ვერ ვავარჯიშებ, იმიტომ რომ არ არის მაგის საშუალება და ამიტომ ყავს მარტო პისტოლეტის გუნდი. და გუნდი მთლიანად შედგება თოფის და პისტოლეტის სპორტსმენებისგან. და ევროპის ჩემპიონატზე ჩემმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა, იუნიორებმა 4 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი საერთო ჩათვლაში, საერთოდ ევროპის ჩათვლაში დაიკავეს პირველი ადგილი. საქართველოს რო დაიწერა, მეთქი ესეთი რაღაც, აი პარადოქსი არანაირი პირობები, მაგარი მწვნელი. ანუ მარტო პისტოლეტით მოუგეთ თოფსას და სხვა ქვეყნის გუნდებს. ძალიან დიდი შედეგია ნამდვილად. ამათ უნდა ეხლა ცოტა ხელის წაგვრა და შეწყობა, რომ აქვთ პოტენციალი ოლიმპიადაზეც გამოვიდნენ და ახალგაზრდები არიან ძალიან და აქვთ რა შანსი. აი ხა თქვენი გამოცდილების მიხედვით რა არის მთავარი სპორტის სამსახეობაში თვისებები? რაც უნდა კონდეს მსროლელს. ხა ნებისყოფა და ნერვიული სისტემა რო უნდა წყობაში კონდეს, რომც არ კონდეს და დიდხანს ვარჯიშობ, ჩაგაყენებთ წყობაში. ნუ შრომის უნარიანობა, გამძლეობა, ბრძოლის ხასიათი, ყველაფერი ერთად. მარტო ტალანტი აღარ შველი სპორტის დონე ისე აწეული, რომ მარტო ტალანტით ვეღარ გახვალ. ტალანტი შეგიყვანს საშუალო დონეზე და შემდეგ ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რომ მიაღწიო და აუცილებლად მიაღწევ. ვინც იშრომებს, აუცილებლად მიაღწევს. არ იკარგება შრომა. ამაში დავწუნდი მილიონჯერ. აი ბოლო ოლიმპიადის წინ ძალიან რთული სიტუაცია მქონდა, მეუღლეც საავადმყოფოში მეწვა, მამაც საავადმყოფოში მეწვა და მე ერთი დღე არ ჩამიგდია ვარჯიშის გარეშე. და ის ერთადერთი ლიცენზია, ერთადერთი გათამაშდა ევროპის თამაშებზე, სადაც მოვხვდი აი 8 ფინალისტს შორის და იქ უკვე ნოლდება შედეგები და ისიც როგორ ვიყავ, მეთქი ეს შანსი არ უნდა გაუშვა, ესეთი შეგრძნება მქონდა. ამას კი არ ვიძახი ახლა, ვაიმე ესე ვიძახი. აი ბოლომდე იბრძოლე, ბოლომდე არა და აი ჩემი პროფესიის გამო დავწეკი დანის ქვეშ და თვალზე ოპერაცია გავიკეთე, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს არ დამჭირდებოდა. მაგრამ ამან არ გაამართლა. შევცვალე თვალი, მარცხენა თვალისთვის. ძალიან რთულია ეხლა ეს გადაწყობა, გადმოწყობა. და აი წარმოიდგინეთ, რომ ნახევარფინალიდან გავედი ფინალში, ანუ 8 კაციდან შემდეგ 4-ში და იქ თურმე იმ სამს ქონია უკვე აღებული ლიცენზია და აცხადებენ, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა აიღო ლიცენზია. აი რომ მოვკიდე ამიერახსენეთ, ეხლა მეთქი აი ვისვრის არათი თქვენ გააგრძელეთ, მეთქი დავალება შესრულებულია, მაგრამ ცოტა დავატორმოზე, მაინც იარაღია და ესე 15 წუთით შეწყვიტეს პირდაპირ გადაცემა ფინალების. იმიტომ რომ გადმოცვივდა ყველა ქვეყნის პრეზიდენტები, ჩემი მეგობრები, სპორტსმენები მილოცავდნენ და ვინ მოიგო, არც არავის არ ახსოვს. ის შეჯიბრი და აი ნინო მაიღო მეათე ლიცენზია. ეს იყო სენსაცია. მე გვახსოვს ეგ კადრები ჩვენს. ძალიან ესეც მამის დამსახურებაა სხვათა შორის. ტოკიოს მერე მეთქი აღარ შემიძლია რა დამანებეთ თავი რა, ვერ ვხედავ. ჩემი ჩვეულებრივ ცხოვრებისთვის ნორმალური მხედველობა, მაგრამ ჩემი სპორტის სახეობისთვის არასაკმარისია, იმიტომ რომ ფოკუს ვერ, იმიტომ რომ წლები მაინც თავისას შვება. და ტოკიოს მერე ვეუბნები მამას, ვახოს ვიძა, ვახო მოთხარ დავანებეთ, მორჩა რა დავამთავრე, 9 საკმარის ესე მიყურე და წევს აღარ დგებოდა ესე ძირითადად იწვანა 93 წლის იყო. მე შენ ჭკვიანი ქალი მეგონეო და რა იყო რა შემატყვე ხა სისულელის კი ვარ სულელი, მაგრამ მაინც 3 წელი დარჩა ტოკიოს 4 ხო არა. ერთი წელია გათამაშება ამ ლიცენზიების. გეცადაო რა, ნუ დაანებებ თასო. გეცადა ეს 1 წელი.
იმიტომ თუ დაანებებ თავს ვეღარ დაბრუნდები და ცთა ბედის მონახევრია. სცადე, გამოვა, არ გამოვა და შენ კარგად იყავიო და აი მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ბოლო სურვილი შეუსრულე მამას რა და იქიდან რომ დავრეკე თან აღარ დამყვებოდა რა თქმა უნდა და მითხარი ნელა შეაპარეთ გული არ გავხსნი სიხარვლისგან. მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი შეუსრულე და ჯამდეთ ხუხაშვილს, რომელიც აი ჩემი პატარაობიდან სულ 10-ზე უნდა მიიღო მონაწილეობა, სულ მეუბნებოდა და ის ვერ მოესრო ამას, მაგრამ შეუსრულე. გაზოლდინო, აი ხა ჩვენთანაც აღნიშნე, ადრე გაქვს ჩემთვის ნათქვამი. და ეხაც აღნიშნეს, რომ რო არა სეულშიო ვერცხლიო და ოქრო ყოფილიყო, ალბათო ანუ არ იქნებოდა 10-იო. იმ მოტივაციით ალბათ ვეღარ გააგრძელებდა. ანუ იმ პატარა ასაკში ესე დიდი წარმატება იქნებოდა ამის მიზეზი, რომ უკვე არა, ასაკის გამო არა, აი ოცნების გამო, როდესაც სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებზე რა და ორივეს ოქროს იღებს. შანსში ორივე ოქროს медаლი რომ ამეღო, მართლა мотиваცია უკვე რთულია რა. აქ უკვე მე ასაკი ითამაშებდა რომ აი რაღაც უნდა ეჭიდაო, აი რისთვის რა უნდა წახვი, იმიტომ რომ ყველა 32 რეკორდი მაქვს მსოფლიო დამყარებული. მანამდეც სეულამდე ერთი წლით ადლე დიდებში ისეთი მსოფლიო რეკორდი დავამყარე, რომელიც მოუხსნელია დღემდე. და აი რისთვის რა გამეგრძელებინა ეს ვეღარ ერთადერთი აი ეს რაც ვთქვი რომ არ ვიყავი მაშინ მსოფლიო ჩემპიონი დიდებში და არც ევროპის ჩემპიონი დიდებში და ერთადერთი აი ეს შეიძლება გამოგვეყენებინა, მაგრამ რთულია რა იმ ასაკში ეს გაიაზრო. უმიზნებთ მე-11-ს? არა. დაზუსტებით თუ მაინც შეიძლება გადაგაფიქრებინოთ. არა. ვინმე. ძალიან მიჭის, აი წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ასპარეზობა არის მხოლოდ ნერვებისა და ტექნიკის ხარჯზე. სრულიად ბრმა ვარ სროლისთვის. აი ძალიან რთულია ეხლა ეს ვის აუხსნა, როგორ აუხსნა ესეთი რაღაცები. რთულია ეხლა და თან კიდე აი ღია ტირი მაინც რომ მქონდეს სადმე თბილისში, საქართველოში. მუდმივად წასვლა ხო, აი რამდენჯერ წახვალ შეკრებაზე, ხო? შენ ყოველდღიური ვარჯიში გჭირდება და შეკრებაზე შეიძლება წახვიდე წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ, 2 კვირა ვთქვათ, არა. აი დანარჩენი რა გავაკეთო? პეკინის ოლიმპიადამდე მხოლოდ 2 შეკრება მქონდა სომხეთში გახსნეს ახალი სასროლეთი და იქ აი პირველი ტყვია მე გავისროლე რა და იქ დავდიოდით მე და მამა და ვემზადებოდით, აი 2-ჯერ ვიყავი და წავედით პეკინში. აი ესეთი მომზადება. და მოიგეთ ბრინჯაო. კი. ნუ ეს ბრინჯაო იყო ალბათ 10 ოქრო. კი. იმ პერიოდისთვის. მაგას ცალკე ისაუბრებთ. ხო. თუ მოყვა. ხო, მოყვა. კი. თემას მოყვა რა 20 წლის ინტერვალით. პირველი მედლების შემდეგ ეს ჟაკ როგმაც აღნიშნა მაშინ და ის აღნიშნა რა დაგამახსოვრდათო რა ეს პრეზიდენტს რო კითხეს ოლიმპიური კომიტეტის პეკინის ოლიმპიადიდან, რა თქმა უნდა ეს ომი დაგმო, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშები საერთოდ ისტორიაში იმიტომ შეიქმნა, რომ ომი გაეჩერებინათ. ის ერთი თვის განმავლობაში ყმა თუ ბატონი ერთი უფლებებიც არგებლობდა, ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად ასპარეზობდნენ და შეიქმნა სიმბოლო შვიდობის. და ჩემთვის შოკი იყო რა, როგორ გითხრათ, რომ იმ დღეს, როდესაც გახსნა იყო ოლიმპიური თამაშები, ჩემ ქვეყანაში ომი დაიწყო. არ ვიცი. დღემდე ვერ ვიაზრებ ამას. თან ტრაბახობთ მთელი მსოფლიო, კაცობრიობა, რომ ჩვენი აზროვნება, ჩვენი განვითარდა მაღალ დონეზეა, თუ განვითარდით, ომი ეს ვიცით რაც არის, რა საჭიროა მაშინ. ძალიან კარგად ვიცი რაში სჭირდებათ, მაგრამ ეს ხო არ არის განვითარების მაჩვენებელი. ანუ ისევ პირველ ყოფილ თემურ წყობილებში ვართ. აბა რა გითხრათ თან ოლიმპიურ სოფელში რა ხდებოდა მაგ პერიოდში? საქართველოს დელეგაციაში. ბუნებრივი. პირველ იმას ვიტყვი, რომ არანაირი კავშირი არ იყო ჩვენ ქვეყანასთან. ეს ახლა ჩემთვის კიდევ უფრო შოკის მომგვრელი იყო, ვინც არ იცის რა არის ომი, ძალიან იოლია ლაპარაკი. თქვენ გამოვლილი გვერდიდან და შორიდან. და ჩემი მეუღლე ნაომარია აფხაზეთში დაჭრილი და აფლეთილი ძლივს გადარჩენილი.
ვიცოდი რომ ის არც ახლა გაჩერდებოდა და ომში იქნებოდა. ასევე შვილები პატარები მყავს, ოჯახი, ნუ ეხლა რაზეა საუბარი მთელ ქვეყანაზე, ფიქრობ, ხო, ვერც წარმოგიდგენია ომი როგორ შეიძლება რუსეთს ეომო საქართველო. ნუ აი არ ვიცი, ესეთი მარაზმი როგორ შეიძლება, მხოლოდ მოლაპარაკებით ომი შეიძლება ყველასთან საერთოდ. იყო ესეთი აზრი, რომ პროტესტი განუცხადოთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ ოლიმპიურ თამაშებს, რადგან ომი დაიწყო ამ დღეს, მაგრამ სინამდვილეში პროტესტს უცხადებდით ქვეყანას, ანუ ჩინეთს. ეს არ იყო სწორი მიმართულება. იქ იყო ცდილობები, რომ იმ ღამეს უნდა გამოტონი სანდრა უნდა მობრძანებულიყო და გადაგვეწყვიტა ერთად რა გვექნა დაგვეტოვებინა ოლიმპიური სოფელი თუ არა. და მითხრეს რომ ღამის 3 საათი უნდა მოვიდესო და 2 საათში მოვა, ეხლა საღამოა რა და მე ესეთი რაღაცა ვთქვი, მე დილით 6 საათზე უნდა ავდგე, თუ გადაწყდა რომ რჩებით. მოდით აგერ არის ჩემი მწვრთნელი, რასაც გადაწყვიტავთ, მე არა ვარ თეთრი ყვავი. რასაც გადაწყვიტავთ, გემორჩილებით წავიდეთ. ეს თქვენი გამოსვლის დღეს ხდებოდა, ხო? ღამეს, იმ ღამეს. და დავტოვე რა თქმა უნდა ჩემი მწვრთნელი და მე წავედი, იმიტომ რითი შემეძლო დახმარება იქიდან ჩემი ქვეყნისთვის. აი რითი, ვერაფრით, გარდა იმისა, რომ ჩემი საქმე უნდა გამეკეთებინა. აი ესე ფიქრობდი იმ სიტუაციაში. არანაირი ემოცია ის რომ განცდები მქონდა საშინელი, მაგრამ აი ეს 2 საათი, 3 საათი რაც მჭირდებოდა მე 6 საათიდან, 12 საათზე უკვე медаლი მოვიტანე. მეორე დღეს. თურმე მთელი ღამე მოსულან იქ მე სპორტსმენებსთანაც ყველა იქ იყო და გადაწყვიტეს რომ ვტოვებთო აქაურობას, თვითმფრინავი გამოფრინდა, ასე შემდეგ. წავიდა გამოტონის სანდრა უკვე მიდიოდა, როდესაც დაურეკეს თბილისიდან თუ არ ვიცი, აცნობეს, ალბათ კავშირი ჰქონდათ მათ და ერთი ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა და სხვათა შორის იქაც ძალიან იბრძოლეს სპორტსმენებმაც, მსმენელებმაც, თვითონ ხელმძღვანელობამაც, მაშინდელმა ოლიმპიური კომიტეტის და ლერი ხაბელოვი იყო, თოფაძე იყო და ისინი იძახდნენ რომ არ შეიძლებაო რა ასეთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ შემდეგ ოლიმპიადას ძალაუნებურად გამოგატოვინებენ და ეს 12 წელი სპორტის გარეშე ისედაც დაქცეულ ქვეყანას ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის გარეშე, აი როგორ შეძლებდა არ ვიცი. და ერთ-ერთმა ჭკვიანმა ეტყობა დარეკა თბილისიდან და თხოვეს უთხრეს რომ არაო დარჩითო. და ეს გამოვიდა რომ პრეზიდენტმა დაგვიკარია და გთხოვა და გვეხვერწა რომ არ დაგვეტოვებია ოლიმპიური სოფელი. ყველა ფერს თავისი უნდა გამოიყენო რა შენი ქვეყნისთვის ყველა სიტუაცია. და დავრჩით, მაგრამ დაზარალდნენ სპორტსმენები, ვინც იმ დღეს გამოდიოდნენ, მე როდესაც გამოვდიოდი ეს მოჭიდავე კეტელაშვილი, რომელმაც წავიდა და ნასიკრება და საჭმელი ჭამა რადგან მივდივართო და უკვე მე რომ გადაწყდა 2 საათში უკვე ვეღარ დაიკლო და медаლის შანსი ჰქონდა ადამიანს და აი ესე დავკარგეთ. ასე რომ რა ვიცი, მე ყოველთვის ესე ვთვლი რომ სპორტი და პოლიტიკა ცოტა შორს უნდა იყოს. თუ ხელმძღვანელობა მაინც არის ჩართული პოლიტიკაში, სპორტსმენამდე არ უნდა იყოს მიტანილი. იმას თავის საქმე აქვს, შენ გამოიყენე როგორც გინდა, მაგრამ სპორტსმენს თავიდან ანებს სპორტსმენებს რა. დამწვრთნელებს. და მე იყო კიდე ცალკე სკანდალი ხელის ჩამორთმევა. საპრიზო ადგილს გავიდა რუსი ხო მანდ. ნუ ხა ერთ გუნდში ვიყავით ერთ დროს მე და ეს ნატალია პადერინა. მეგობრობთ დღემდე. და ესეც უნდა გავითავისოთ, რომ ხალხს არავის არასდროს არ უნდა ომი. იქ რა უნდა მექნა დამეცხრილა? თუ რაში ასე ეს არის ეთიკა ჩვეულებრივი სპორტსმენის ერთმანეთს ყველა ულოცავს ამ შემთხვევაში და ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ როგორც მოწოდება მშვიდობისთვის. მე არ ვიცი სხვა და ვინ როგორ გაიგო, მაგრამ ეს იყო სწორედ ესე გადმოცემული, რომ მშვიდობისთვის
მოუწოდებს ხალხი და სპორტსმენები. თქვენ უთხარით მაშინ ნატალიას რამე მაგ დაჯილდოების დროს. დაჯილდოების დროს მაგის დროს არა უბრალოდ მიულოცეთ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ იყო პრესკონფერენცია, დაჯილდოების შემდეგ არის ყოველთვის არის პრესკონფერენცია, ყველა მედია ცალკე გაყავთ პრიზიორები, ეს პროცედურაა ჩვეულებრივი და ეს შუაში ჩინელი იჯდა, რომელმაც მოიგო ოლიმპიადა. სინამდვილეში პადერინამ წააგო. ჩინელსა და ამ პადერინას შორის იყო ბრძოლა, იმიტომ რომ მესამე ადგილისთვის ვიბრძოდით 6 ადამიანი, 6 სპორტსმენი. ისინი წინ იყვნენ და პადერინა წინ იყო ფინალამდე, წააგო. და მე გაუწია წინააღმდეგობა 6 სპორტსმენს. და აქედან გამოვიტანე ეს მედალი. აი ესეთი შეფარდება იყო, თორემ მე პადერინას და იმ ჩინელს ვერ ვებრძოლებოდი, იმიტომ რომ წინ იყვნენ ისინი ძალიან და თითქმის ერთნაირი შედეგები ჰქონდა დანარჩენ 6-ს. და ყველა გასროლას, რომელიც მიათედებით ითვლება, აი ყველა გასროლას მნიშვნელობა ჰქონდა და ბოლო წამზე რომ გამოაცხადეს, რომ აი ბრინჯაოს მედალი საქართველოს წარმომადგენელს, აი აქ უკვე წამსკდა ცრემლები, მაგრამ ეს არ იყო სიხარულის. ეს იყო აი სტრესის და იმის შეკავების, აი ბოლომდე რომ გინდა რომ გაძლო, გააუძლო აი ამას და აი მანდ მოვეშვი უკვე და ყველა აი ამ პრესკონფერენციაზე ეს ჩინელი ხო შუაში იჯდა, აქედან პადერინა, აქეთ მე ვიჯექი და ამ ჩინელისთვის არავის არაფერი არ უკითხავ. საწყალი იჯდა, ხანაკეთ იყურებოდა ხან იმ პადერინაც მიატოვეს ბოლოს და აი სხვათა შორის მედია ძალიან დამიდგა გვერდით და ნინო ჩვენ გვიყვარხარ, ჩვენ გვერდზე ვართ ჩვენს გვერდზე და აი ესეთი შეძახილები იყო და ყველა მითანაგრძნობდა. ერთ-ერთი ჟურნალისტი შემდეგ ოლიმპიურ სოფელში შიგნითაც შემოვიდა და თუ შეიძლებაო რა, უნგრელი იყო მე მგონი. და ესე ვიჯექდა უცხო თქვენთან და ვსაუბრობდით რა და ყვები ახლა ამ ემოციებს და თვითონ დაიწყო ამ ბიჭმა რა და აი ესე შემოვიდა ჩემს მდგომარეობაში და თვითონ დაიწყო თრემლები მამაკაცმა ვერ შეიკავა. მე ავდექი რაღაც წყალი მოუტანა იქით გავიდი გამოდი ეს კიდე აგზელა. რაღაც საოცარი თანადგომა იყო ხალხის მხრიდან. პირველი რუსები მოვიდნენ პირველი მერე გავიცანი ესენი ეს სპორტსმენები სასადილო ოთახში და ნინო აი ეს ნინო და შევხედებით რუსი ახლა მოთხარი ამას რას უნდა როგორ ახარ ძაღში ხო კარგად არის ყველაფერი მეკითხებოდნენ თურქები მოვიდნენ თუ რამე გჭირდებაო თუ რამე ხო იცითო შენს გვერდი აი ეს თურქი რომელიც წელს გახდა მედია რა ვიცი ის კაცი ხო ყველაზე ხნიერი ის იყო ხო ჯიბეშერი რო ხონოდა არისო ხო ეს ჟურნალისტებმა ერთმანეთში დაიწყეს შაყირი და ყველას ხელი ჯიბეში უდევს ყველას ათვალით ისვრის და იქ რა იპოვეს ამ კაცში გამაგებია და მაშინ ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ ჩინეთში და იქ თხოვდა ხოლმე ორნი დადიოდნენ ის და მისი მწვრთნელი და არაფერი არ იცოდა იმ მწვრთნელმა და ვასწავლეთ ირასულ რაღაცებს მეკითხებოდა ეს როგორ და პირველი აი მისი მწვრთნელი და ეს მოვიდნენ რომ რითი დაგეხმაროთ როგორ შეიძლება თუ რამე გინდათ ოჯახი გამოყვან რაღაცე მოკლედ სასიამოვნო იყო რომ ხალხი გვერდზე მედგა ყველანაირად რუსებიც კი ხო მეც ეხა რომ იმაშებით ადრეც გაქვნა თქვენი რომ ამ სოფელში მოვიდა ვიღაცა და პეკიშიო თქვენი დიდი პლაკატი თუ რაღაც და ფოტოებიც არის რომ ბორდი ტრიალებდა რა მთელ პეკინში მე არ ყოფილი ვარ გასული სიმართლე გითხრათ ქალაქში და იქ ჟაგროგმა თქვა თვითონ თქვა რომ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო რა ეს ჟესტი ამ სპორტსმენების და ტრიალებდა თურმე ბურთზე აი მარტო მე და პადერინას სურათი. შემდეგ ძალიან ბევრი მოწვევები მივიღე რომ ჩავდაბრუნდი ხან ჩინეთიდან, ხან იაპონიიდან, ხან რაღაცა იმ მშვიდობის ელჩად და ასე შემდეგ ასე ჩამოდი და მოგიწევთ და ასე ნუ რა იყო. მოყვა ამ ჟესტს ძალიან ესეთი გამოხმაურება რომ სწორი მიმართულების და არა ისეთი როგორც ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთ მაგაიკო. მტრად გაუმაცხადეს, მე შეიცვალა მთავრობა და მე გვირად გაუმაცხადეს. მთავარი არ არის, მთავარი ის არის რომ ხალხი მატერიალებდა ქუჩაში და მადლობას მეუბნებოდა რა. ესმის. და იყო ასევე გამორჩეული შვილთან ერთად ასპარეზობა რიო. ეგეც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ წარმოვიდგინეთ საერთოდ თავიდან
სულთან ერთად რომ მოგეწევდათ ოლიმპიადაზე ასპარეზობა. რანაირად, იმიტომ რომ საერთოდ ვიძახდი რომ ნეტა ჩემს გარდა კიდე ვინმე შეძლოს და ამისთვის მოვამზადებდი ხა სპორტსმენებს და ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა ოღონდ ვინმეს აეღო კიდე ლიცენზია და შესაძლებლობა მისცემოდათ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ამისთვის რა ვიცი იყო ლიზი კილაძე, სერგი ლევანი, ბევრი იყვნენ რა რომლებსაც შეეძლოთ მაგრამ ვერ რთულია ძალიან რთული პირობებია რომ ოლიმპიადაზე მოხვდე თუმცა ძალიან შეზღუდული რაოდენობა არის ყველა კონტინენტს ერთნაირად უნაწილებენ ამ ლიცენზიებს და ელიტა ხდება რა ესე რომ ვთქვათ რა და ევროპას უჭირს ყველაზე ძალიან იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ქვეყანა არის ევროპიდან და ამიტომ უჭირს. ყველაზე იოლად ოკეანიას აქვს რა ძალიან საშუალო შედეგით ხდებიან ოლიმპიადაზე. აზიასაც უკვე უჭირს, იმიტომ რომ ძალიან მაღალ შედეგებს აჩვენებს ჩინეთი და ინდოეთი, კორეა, იაპონია უკვე წამოვიდნენ რა ყველა სპორტის სახეობაში ხო ნახეთ როგორ მოდიან, მაგრამ მაინც ევროპაში ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყნები არიან და ყველას აქვს პრეტენზია რომ და უნდათ მოხვდნენ ოლიმპიადაზე, ამიტომ უჭირს ევროპას. იმ კონკურენციის გავლა რომ მოხვდნენ ოლიმპიურ თამაშებზე და ცოტნე მანამდე დადიოდა რაგბზე 4 წელი მე თვითონ დამყავდა იმიტომ მეუღლე მორაგბე მყავს და მეც მინდოდა რომ ესეთი ჯელტმენულ სპორტში ყოფილიყო ვაჟი და ასე შემდეგ მიიღო ტრავმა და ვეღარ გააგრძელა დავაწყებინე რაღაც ისე სროლაში მოდიოდა 1-2 წელი იმაიმუნა ესე რომ ვთქვათ ერთ-ერთ შეჯიბრზე წავიყვანეთ ევროპაზე მე მგონი და რაღაცა კარგი შედეგი გააკეთა. მე საქართველოში დიდებს შორისაც რაღაც მედალი აიღო და მოვიდა ხასიათზე. მე უკვე მიჯერებდა ერთად ვარჯიშობდით მონდომებით. ამოაჩინა ის ტალანტის და მალევე მივიდა იმ დონეზე რომ შეეძლო კონკურენცია გაეწია. დიდებისთვის და 18 წლის იყო. ჯერ კიდევ იუნიორების ასაკში მას ევროპის ჩემპიონატზე შეეძლო იუნიორების ასაკში გამოსვლა, მაგრამ ბოლო სალიცენზიო შეჯიბრი იყო რიოსთვის და ხედავს რომ ვაყენებ დიდებში, მამაკაცებში. ანუ ბავშვია ხა, მაგრამ ტვინი კი აქვს. ანუ აზროვნებს და ფიქრობს რომ ესე იგი რახან დამაყენეს დიდებში, ესე იგი არა, შემიძლია არა, ესე იგი ფიქრობენ ჩემზე ფიქრობენ რომ რაღაც ლიცენზია ეს ზედმეტი დატვირთვა ხო ჩვენ ძალიან ფსიქოლოგიური სპორტის სახეობა არის აი 80% ფსიქოლოგია თუ სროლას გასწავლით ყველას და მე იქ ბრძოლა მიდის ერთმანეთში ვინ უფრო გაუძლებს ფსიქოლოგიურად და ფიქრები არ უნდა გაგექცეთ ხო მაგ შემთხვევაში სროლის არ გაგექცეთ სწორად უნდა იფიქრო რაზე ფიქრობთ ხოლმე ძალიან საინტერესოა დავამთავრებ ჯერიბას და რაზე ფიქრობ უცბად გადავედი ხო არა თორემ მეც გამიფრინდება აზრები და მოსვლა და აი მონაწილეობს ამ ევროპის ჩემპიონატზე და მთელი სროლა 60 გასროლა თვითონ ვერ ხედავს, მაგრამ ჩვენ ხო უყურებთ მონიტორზე, რომ დიდი მონიტორი ტრიალებს ცენტრში, მაგრამ თვითონ ვერ ხედავს სხვები რას ეკეთებენ. ნუ ჯერ დავალებაა, რომ ფინალში უნდა მოხვდეს, ანუ 8 სპორტსმენში. და ეს უთამაშობს რა, ეს ათეულია, ესე დადის რა, ყველა გასროლის მერე და ბოლო გასროლაა დარჩენილი და თან ბალიშიკობს გულშემატკივრობს ყველა გარშემო რა ეს ჩვენი ფილმის წარმომადგენლები გერმანელები ავსტრიელები ისინი უკან დგან ნინო ნუ ნერვიულობ არ ნერვიულობ რა შემატყვია ხოლმე ნერვიულობ ვიცახი რთულია რომ შემატყო ეს და უყურებ ხა და მამა მახტა მაშინ რა დაიწახის ღმერთო რა უფალო აი ძალიან ბევრი სიხარული მომანიჭეო ნინოს სახითო ნინოს გამარჯვებებით და ცხენიაო რამე გთხოვობა და ძალიან გჭირდებაო რა 10-იანი იყო საჭირო რა და გააკეთა 10-იანი საათნახევარი ვერ მივედი ბავშვთან ყველა მე მილოცავდა ნუ მე დოპინგზე წაიყვანეს რა თქმა უნდა შემოწმება აქეთ-იქით ასე რომ 18 წლის ასაკში და ეს რახან საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ჩემს გარდა მოიპოვა ლიცენზია მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ორმაგად ბედნიერიო ჩემი შვილი აღმოჩნდა ეს და თვითონ ოლიმპიადაზეც იმ სახეობაში რომელიც ჩვენ არა გვაქვს დისტანცია 50 მეტრიანი სასროლეთი მე 14 ადგილზე გავიდა
ვავარჯიშებდი დაპატარავებულ ფარზე 25 მეტრზე, 50 მეტრის მაგივრად. ღია სასროლეც ხო ზედმეტია საუბარი, არა გვაქვს. და ყველა შეჯიბრი ოლიმპიადა, ევროპა, მსოფლიო ტარდება ღია სასროლეთზე. ანუ ჩვენთან რატომღაც წარმოდგენილი აქვს ტირი, რადგან უნდა გაკი, უნდა იყოს სარდაფში, ქვემოთ, სადღაც ჯურღუმში. არანაირად, ყველა შეჯიბრი ტარდება ღია ბუნებრივი განათების ქვეშ. და ეს ძალზე დიდი განსხვავებაა ფეხბურთი რო ათამაშო ხელოვნურზე და ბალახზე. ალბათ კიდევ უფრო ნაკლები აქ ხელოვნური განათება და ბუნებრივი განათება ძალიან დიდ განსხვავებას გაძლევს. შეჩვევის, უცებ ვერ შეეჩვევა, ეს სულ ივარჯიშო ამ სარდაფში, ანუ დახურულ ტირში და მე წახვიდე შეჯიბრზე, აი ვერ დადებ შედეგს და მოიკალი თავით უკეთ. ვერანაირად. მაგიტომ მივდიოდი ოლიმპიადის წინ, აი ორჯერ ვიყავი მეთქი ხო გითხარით პეკინის წინ ღია სასროლედზე სომხეთში. რა ვიცი ხა ჩვენ ქვეყანას ტირები იმიტომ ჭირდება რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობ. შეიძლება კი ბატონო არც სროლად არც იარაღი არავის აღარ დაჭირდეს, ხა ისე მიდის ტექნოლოგიები რომ დრონებით არის ომი და უბედურება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში რომ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის არის საჭირო ეს სასროლეთები და ტირები. გარდა იმისა, რომ სპორტის სახეობა და 15 ოლიმპიური медали თამაშდება. ჩვენ ვიღებდით მხოლოდ 2-ში მონაწილეობას. აი რა ეგ უკვე მეტრებზია ხო? ანუ 15 დისციპლინა, აი სხვადასხვა დისციპლინა, თოფი, პისტოლეტი, 25 მეტრი, 10 მეტრი და ასე შემდეგ ხო, ჩქაროსნული მამაკაცები, ქალები და 15 დისციპლინა. ჩვენ ვიღებთ 2-ში. 2-ში მონაწილეობას მარტო. ხო, აი ჩემ სახეობაში რა 25 მეტრზე და 10 მეტრზე. იარაღიც არ ქონდა, იმიტომ რომ არ ქონდა კანონი, რომ იარაღი შემოგვეტანა საქართველოში, სპორტული. შემოტანა შეეძლო ფედერაციას, ვერ გაიფორმებდა. უნდა გააფორმო ადამიანზე. ადამიანზე თუ გააფორმე პიროვნებაზე, იმას ტარების უფლება რა შეჯიბრზე ვეღარ წაიღებდა. აი ამასაც ვიბრძოლეთ რამდენი წელი ვერ გეტყვით და მადლობა ქალბატონ თიაწურუკიანს მოაგვარა ეს საკითხი. ან როგორ დადიოდით აბა? ჩუმად. ესე რომ ვთქვა. არა. თლათმასი არ იყო ჩვენ აი ჩამონაწერი გქონდა მთელი ეს იარაღების, რომელიც იყო ფედერაციის, მაგრამ ფედერაცია ვერ იფორმებდა თავის თავს. ამიტომ ჩამონაწერი გქონდა მომსახურების სააგენტოში, მათმა იცოდნენ. მე რო არ ყოფილიყავი და ყოფილიყო სხვა ვინმე. ეს იარაღები ისე გაიფანტებოდა, მოსახლეობაში კაცშვილი ვერ გაიგებდა. ვერასდროს. აი ესე მეჭირა, მეთქე გააკეთეთ ეს, დააკანონეთ რა რომ იყოს ფედერაციის, როგორ სახელმწიფო ხარჯავს ფულს, თქვათ, ყიდულობს იარაღს. და უფორმებ ივანეს გიორგის ეს როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც. წავა და იტყვის ჩემიაო, რატო? დღეს შენ ხარ სპორტსმენი, ხვალ არ ხარ, შენი იარაღი სხვას გამოადგეს, იმიტომ რომ მე ოლიმპიადა მოვიგე, ჩემზე დიდი იყო ის იარაღი, 25 მეტრი, აი გეკოს რომელიც ისვრის რა. ჩემზე უფროსი იყო. ხო, დაგჭათ და დახო. ხო, და ამიტომ ძალიან კარგია რომ დღესდღეობით უკვე რამე შეძლებს ესეთ რაღაცას და ფედერაციას ააკუფლება უკვე რომ თავისი კანონი სახელმწიფო ეს იარაღები იყოს გაფორმებული ფედერაციას. ხო და ცოტნეს რო არ ქონდა იარაღი ვითხოვეთ ადრე ჩამოტანა, ადრე სხვა წესები იყო, მე შეცვალეს რა არ ვიცი 2003-ში თუ 4-ში და იმ იარაღით ნათხოვარი იარაღით გამოვედით ოლიმპიურ თამაშებზე. და მანამდე როგორ დავდიოდით ნებართვა იძლეოდა თვითეულ გასვლაზე რა და ისეთი ურთიერთობა მქონდა უფროსთან ნებართვას ვინც აძლევდა ესეთი ბლანკი მქონდა თავის ბეჭდებით და ყოველი მასე ვავსებდი რომ ამივდივარ აქ მოვდივარ აქ მივდივარ აქ და 1-2 წელია გასული და ეს აეროპორტში შევხვდა და ტებას იცილით მებაში და რა იყო ქალბატონო ნინა 2 წელია ჩვენი უფროსი აღარ არის. თქვენც ხო მაგრები ხართ, მე ხო არ მევთხარი, მაგრამ თქვენც მაგრები ხართ. ეს სასაცილოა ეხა. არა, ყალიბდებოდით რა სახელმწიფოდ რა და ყველაფერს უნდა მოვლა რა და იმიტომ ვქირავთ თავრობას რომ მე რო არა ვარ იურისტი, არა ვარ და არ მესმის ეს იურიდიული კანონები, ხო? თქვენ თუ გესმით და აგირჩიე, ხო, გამიკეთე რა ეს საქმე. ბატონო. გააკეთე ეს საქმე, მე ჩემს საქმეს კარგად თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ კარგად, ელემენტარული. რაღაც გლების აცრაზე და იმაზე კი ნუ დავხარჯავთ დიდ დროს.
და ჩავწეროთ თუ არა ქალი ხარ თუ კაცი ხარ. ამას არ უნდა ჭობა. ხო? რაც გასაკეთებელია და საჭიროა საკითხები ამ ქვეყანაში ის გადაწყვეტეთ დროულად. თორე დროს ვეღარ მოვაბრუნებთ. ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით ქვეყნიერებას. როგორ შეიძლება შევადაროთ ჩვენი განვითარება შვედეთს, სინგაპურს, რომელიმე ქვეყანას, უკვე აზერბაიჯანს ჩამოვრჩით. რთულია. წერან ახსენეთ დოპინგი. ხდება ამ სპორტში დოპინგის გამოყენება? გაგეცინებათ, მაგრამ აი ესეთ სერიოზულ სახეს მივიღებ ხოლმე რა დოპინგზე რომ საუბრობ, თუ სახელიც არ ვიცი რა. მაგრამ არის ეხლა სხვადასხვა სპორტის სახეობაში სხვადასხვანაირი სახის დოპინგია საჭირო. ზოგან ძალისმიერი რომ ძალა მოგმატოს ან გამძლეობა და ასე შემდეგ ჩვენთან დამაწყნარებლები. ესე ლოგიკურად რო ვიმშელოთ დამაწყნარებლები. მაგრამ იმხელა სია არის ამ დოპინგის იმაში შესული ძალიან ყურადღებით ვართ და აი დამფრთხალი რომ ვთქვათ რომ ციტრამონსაც კი 2-ზე მეც არ შეიძლება რომ დაჭირდეს ადამიანს თავის ტკივილზე, იმასაც ვერ ვაძლევ, თუ არ ვიკითხე დოპინგში ხო არ შედის. აზრი მაგის აი როგორ გითხრათ რა, ჩემში აზარტი არის შეჯიბრო შენზე ძლიერს, აბა რისთვის ვარჯიშობ, რატო აკეთებ ამას, თუ შენ გაძვერი, გამოძვერი და იმაიმონ, აი ეს კმაყოფილების გრძნობა, რას უნდა მოგიტანოს ამ გამარჯვებამ, იკარგება. ჩემში ესეა ხა, სხვა არ ვიცი როგორც უნდა ისე იფიქროს. აი ხო იყო არის მაგალითად ამ ყოფო სეკარიჩი იასნა იუგოსლაველი მაშინდელი ახლა სერბეთის წარმომადგენელი ჩემი პირველი მეტოქე მარია გროზდევა ესე ბულგარელი რომელიც აი სულ ჩვენ ვიგებდით თელ შეჯიბრებებს თუ არ ჩამოდიოდა შეჯიბრს არ მაინტერესებდა იქ მონაწილეობა ის რომ ეხაც ისე ვარჩევ ხოლმე შეჯიბრებს სადაც ჩემი გუნდი მიმყავს კი არ ვეძებ იმას სადაც აი სუსტი მონაწილეები იქ წავიდეთ და მედლები რაში მჭირდება მე შედეგი მინდა საბოლოო შედეგი და იმისთვის დასახული მიზანი მჭირდება რომ განვავითარო რა ამ ჩემ სპორტსმენებში ჩემში და ასე შემდეგ რომ მივიდე იოლი გრძები და ეს არ მიზიდავს ესე რომ ვთქვათ ხშირი არის მოხმარება ისე ალბათ არის ხა რადგან იჭერენ არის ხო მე ვერ დავიჯერებ რომ აზიას რომელსაც აქვს ბუნებრივად ეს და ბუნებრივი საშუალებები რომ არ იყენებდნენ ის არც იჭირება არც ბუნებრივი საშუალებებია და ეხლა დოპინგი შენ კი არ გასწავლის შედეგს კი არ გავაკეთებინებს რომელიც შენ არასდროს არ გაიკეთებია რაზეც ხარ ვარჯიშის დროს აჩვენებ შედეგს შეჯიბრზე არ ვიცი მე ადამიანი როგორი უნდა იყოს რომ არ კონდეს სტრესი შანსი არ არის ხო ნერვიულობა არის მაგრამ ნერვიულობა არის საჭირო გააჩნია რა დოზის ნერვიულობის დროს აი სტრესის დროს შენი კონცენტრაცია არის ძალიან ამაღლებული მაგრამ გააჩნია რა დოზის ამის რეგულირება ხო უფრო იოლია ვიდრე დოპინგის გამოყენება ესენი ისწავლე და შეისწავლე და გამოიყენე ვიდრე ის გააკეთო იმიტომ საერთოდ აი ემოციის გარეშე ასპარეზობა შედეგს არ მოგცემს და აი ეს აზია ალბათ ხელი არ შეეშალოთ ზედმეტი სტრესის გამო და შედეგი არ ჩაუვარდეთ ალბათ იყენებენ არ ვიცი აი თავის ბუნებრივ რაღაც ნაყენებს და რაღაცებს ალბათ იყენებენ აქვთ და საცუდაობაა რომ არ გამოიყენო ხო ეხლა სისულელი ალბათ იყენებენ შეიძლება შელუცვებსაც აკეთებინა და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ არანაი სუფთად და გემრიელად ყველა მედალი ადრე იყო ისა ამ დოპინგებზე რომ ის სამკურნალო ნემსები რო აქვთ ჩინელებს ანუ ისე უკეთებნენო რომ აი მაგალითად იცოდნენ რომ 9 საათზე გამოდის წყალში ხტომელი რომ რაღაცნაირად ნემსებს ისე არჭოდნენ რომ 9 საათზე ორგანიზმი იქნებოდა პიკში და გადიოდა ერთგვარ დოპინგად და ნუ ამ სპორტსმენებსაც აუგზავნეს ეს ნემსები. ანუ არ სვავდნენ არაფერს, მაგრამ ორგანიზმი ისე მიყავდათ, რომ რაღაც როგორ დაინახავ, სად გაუკეთეს ის ჩინურინებს. ხო, ვერ ანუ არაფერს დაინახავ. ვერ გააკონტროლებ მაგას. თქო, ისეთ პატარები. მაგას ვერ გააკონტროლებ და მაგას ვერც
ვერც რამე ვერ დაგიშლის მაგის გაკონტროლებას. ხო, რა თქმა უნდა. მაგას მართლა როგორ უნდა ეს ხარ გავაკეთო? არის ქიმია, რომელსაც არც ორგანიზმში ხო, არაფერი არ არის რაღაცეები, ხა ეს გამიგია ძალისმიერ სპორტში რო სისხლს იღებენ პიკის დროს და მე გისხა რაღაცე ნემსის ისე მეშინა შორიდა რომ დამანახა გული მიმდის და ხო, რა. ამ დოპინგ სემინარზე ვიყავი ამ დოპინგის პალიკო კასაზეჩა და მან იყო ერთ-ერთ ქარდათ რომ ის ნემსებით და შორის აი ეს რაღაც ეხა აი ზუსტად პალიკოს სემინარიდან მახსოვს რომ თვითონ ზღვარი აი იმ დოპინგის აღმოჩენის აზიელებს ეს ზღვარი დაბალი აქვთ. მათ რომ მიიღონ რაღაცა დროს არ აგიჩვენებს. ბუნებრივად ესეთ მონაცემები როგორც ალკოგოლის მიმართ ისინი ძალიან გზნობიარი არიან უცებ და ვიდრე აქ ევროპა ან სხვა კონტინენტი ესია და არ ვიცი ვერ კეთობია. ხო. აი ფიქრებზე რომ საუბრობთ. ხო, ფიქრები. აუ მაინტერესებს როცა მიზანთან უბრალოდ დაფასთან გახართ და 10-იანი გინდათ. ხო, ნუ ვინმეს წარმოიდგენთ ხომ. მაგ დროს თუ ერთმა დამიფაროს არა. მაგ ვინმეს რო წარმოიდგინოთ საერთოდ ვეღარ ვისვრი. არა, ვერა. ფარო რაზე ფიქრობთ? საინტერესო. ეტყვით საერთოდ იოგები იმაზე ვარჯიშობენ რომ წამებით მაინც თუ შეაჩერონ ტვინში რომ ფიქრი არ შემოვიდეს ეს თითქმის შეუძლებელია რომ ფიქრობ რომ არ იფიქრო უკვე ფიქრობ ხო? კი. ძალიან რთულია ამის გაკონტროლება და სწორად მიმართო შენი ფიქრები, სწორი მიმართულებით, იმიტომ რასაც ვფიქრობთ ის ვართ ჩვენ ცხოვრებაში. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, რასაც იფიქრებ და ხარ, იმას იზიდავ და ის შენი ორგანიზმი იმას აკეთებს. საერთოდ შიში და სტრესი რატო არის, როდესაც რაღაცა არიცი და რაღაცის აი მომავლის გეშინია რაღაცის, მომავლის არა განსაზღვრული მომავალი არ არსებობს. ჩვენ ვქნით, ხო? ჩვენ ვქნით. და როდესაც აი ამას ვფიქრობ, რომ შეჯიბრის დროს რაზე ვიფიქრო, როგორც კი გადავა ყურადღება შენს ქმედებებზე, ხო? ეს შენი სტრესიც ქრება და შენ ქმედებას აკონტროლებ, იმიტომ რომ ის მცირეოდენი სტრესი აუცილებელია კონცენტრაციისთვის და აკონტროლებ შენს ქმედებებს. როგორც კი მოქმედებას იწყებ, სტრესი მიდის. და შეჯიბრის დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნუანსი გვაქვს გასაკონტროლებელი და ყურადღება მისაქცევი. ამიტომ ფიზიოლოგია ესეც რომ 2 საგანზე შეგიძლია კონცენტრაციის გამახვილება. 2 საგანზე ჩვენ გვაქვს 3-4. და ამიტომ რომელია მთავარი, რომელი არ გაგექცეს გამოგეპაროს და ეს რომ სულ კონტროლში ხარ, სხვა რამეზე ფიქრის თავი არ აქვს. მე მაგალითად ძალიან მაღალი კონცენტრაცია მქონდა. თუ რამეს ვაკეთებდი, აი იქ ვიყავი მთლიანად ჩართული იმ ქმედებაში და გვერდზე რაღაცა რომ მომხდარიყო, მე შეიძლება საერთოდ ვერ დამენახა. სხვათა შორის მანქანის ტარებაზეც ესევა, რა მეგობარმა მთხოვა შეხვედრა და ვიცოდი რომ აი იმ ადგილას უნდა დამხვდეს. და სანამ მანქანით ჩავედი, ის ფეხით წამოსულა რა 20-30 მეტრი. წინ გადამიდგა, მიქნეს, შენც არ მომიგვდი, ჩაუქროლე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ იქ უნდა დამხვდეს და კონცენტრირებულად მივდივარ. აი ესეთი ისა მაქვს კონცენტრაცია. ეს გამომიმუშავა ალბათ სპორტმა. და ნერვიული სისტემის სიმყარეც გამომიმუშავა. ურული ვარ ჩემი ქვებს არ ვისვრი. თუ მაგრამ სწორედ მაგიტო არ ვისვრი ქვებს რომ ვისვრი იარაღს. 90-იანებში თქვენი პროფესია გამოგადგათ? ერთმა დამიფარო. რაღაც სახალისო შემთხვევა იყო პერიოდი რომ და ჩემი მეუღლე ვსეირნობთ ხა და იმას ჰქონდა ტარების უფლება შაობდა იქ სადაც საჭიროა. ხო და ეუნე მომეცი გერაღი მე ჩავიდე. თუ რამე ღამე არა ქათვილიში ხა იცოდი პერიოდი რომ ხო და მომეცი გერაღი პირველ შენ მოგვარდებიან ამ ხელაკას რომ დაგინახა ვინ იფიქრებს ხა ვერთვა არ დამაჭიროს რა რომ გამოვიყენო. მეკითხებიან ცხოველს თუ სანადირო და აი სანადიროთ ხო ვერ წარმომიდგენია. ცხოველს ხო ვერ წარმომიდგენ როგორ უნდა ვესროლო. და ადამიანს რომ მეკითხებიან. არ ვიცი რა აფექტის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება უფრო მეტი დაგიშაოს ვიდრე ცხოველმა და კი ბატონო. კი. კარგი ხელობა მქონდა. მაქვს. იძახოდი 90-იანებში. მაგრამ მადლობა უფალს რომ ეს არ დამჭირვებია და ღერთმა არ დამაჭიროს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც მამისგან მიგიღიეთ. მე ძალიან ბევრ ამას მასწავლე და ახლა მე დაიჯერ 15 წლისდან, როდესაც მე ვიყავ 15 წლის, მქონდა საშუალება ნებისმიერ ქვეყანაში წასასვლელად რა და აი მამის სიტყვები მახსოვს და ყოველთვის მახსოვს. მე ბედნიერი მინდა ვიყო და მაგრამ ბედნიერი მინდა ვიყო ჩემ ქვეყანაში. და ეს დღემდე ვარ აქ. ვიცი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო, გამოცდილი, ომგამოვლილი ხო იცით ხა იმ პერიოდში და არა მარტო მე მივდიოდი მასთან რჩევისაკითხავად, არამედ აი სოფლიოდან ყველანი, ვინც იცნობდა და ჩემი კონკურენტები, რომლებიც არც კი უშვებდნენ ას, რომ შეიძლება კონკურენტის მსვლელია. ხო შეიძლება რაღაცა იფიქრო, ხა მე მაგალითად რუსებთან ვერ მივიდოდი რამისაკითხავად. ძალიან იყვნენ ზოგიერთები, რომელთაც ვერ მივიდოდი, მაგრამ ჩემი იარაღის კონსტრუქტორი რაზარიანოვი რუსის ადამიანი იყო, ვინც შექმნა ეს ჩემი იარაღი. ხაიდუროვ რაზარიანოვი ორივემ შექმნეს უნიკალური იარაღი, დღემდე პირველი ნომერია მსოფლიოში და სვანური ქუდით დადიოდა. ჩვენი ხელოსანი იყო იარაღების მერე გუნდში და თეთრი სვანური ქუდით დადიოდა, რომ დიდ ტერიტორიას რომ მოძრაობო, ვინმეს რომ დავჭირდე უცებ რა, აი ხან თოფი გატყდა, ესეთი ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ იოლად მიპოვონო. და აი ამ ადამიანებს ჯეროდა ძალიან. კარგი, ესეც დავწუნდი რა, მსოფლიოში არის ორადორი ადამიანი რა, კარგი და ცუდი. ყველგან ერთნაირი ადამიანი, ფრანგიც, ჩინელიც და ქართველიც და სომეხიც და ყველანი. არიან კარგები, არიან ცუდები. რაც მე მიმოგზაურია, შევხვედრილ ვარ. უფრო მეტ 80% კარგები არიან, უბრალოდ ცუდები ჩანან. ყვირის რა მათი აქციელი. და არ ქსიამოვნებს, მაგიტო ჩანს და თორე მეთმა დაგვიფაროს, რომ ცუდები მეტი იყვნენ. აი ხა თქვის შემოთავაზებები მქონდა. სეულის შემდეგ რო გადაწყდა, რომ აღარ გამოდიდით საბჭოთა კავშირის სახელით და გამოდიდით ესენგიდან. მქონდა შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან? ყველანაირად ვებღაუჭებოდი თავს, აი თავს რო დავჩენილიყავი. თუმცა არანაირი საშუალება ჩვენ სიცოცხლის უნარიანობა მქონდა იმ პერიოდში, რომ მარტო ვიყავი მშობლებთან ერთად. ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე უნდა მეზრუნა მშობლებზე. არაფერი არ იყო, არც ხელფასი, არც არაფერი აბსოლუტურად ამ ქვეყანაზე რა მექნა. ერთადერთი გამოსავალი, რომ დროებით მე ვიზაც კი მქონდა შვეიცარიაში მივდიოდი სამუშაოდ. არა ჩემი პროფესია. სამუშაოდ. და აი ყველანაირად რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ ამ დროს გამოჩნდნენ იტალიელები, ან ჩემი მეგობრები, რომელმაც აიღეს თავის თავზე სპონსორობა, ჩემი და ერთი რუსი სპორტსმენის და მთელი წელი, ესე იგი, მათ აიღეს ვალდებულება, რომ გვატარებდნენ შეჯიბრებებზე და ჰონორარიც გადაგვიხადეს. თან ისეთი პერიოდი დაემთხვა 93 წელი, რომ სულ ყველაფერი მოვიგეთ. თან რეკორდებით რა და იმ ხელა ჰონორარი ავიღებს ბოლოს, რომ იმ დროისთვის 60-ხიანი ბინა ვაკეში ვიყიდე. ხო, აი რო შეადაროთ, ხა ციფრი რო გითხრათ, გაგეცინებათ, მაგრამ იმ პერიოდისთვის ესეთი სიტუაცია იყო. და მადლობელი ვარ მათი. აქ იყვნენ ორი იტალიელი, გერმანელი, შვეიცარელი, აი ეს ფირმები, იმიტომ რომ ჩვენ ხმარობთ იარაღს იტალიურს, ტყვიებს იტალიურს, სათვალეს შვეიცარულს, გერმანულ პულკებს, აი ეს 10 მეტრზე ისვრიან იმას პრემატიურს. და აი ეს ყველა გვერდზე ამომიდგა და მისპონსორეს. ხო, დავჭი. ეს ვიზა გაუქმდა. ხალხი მეკითხებოდა შვეიცარიაში როგორ არ წახვედი, მე სულელი ხარო რა, არ მე აი ავქნა რა. ვერ წავედი. კი ბატონო. სანამ გავაგზავნებთ საუბარს, ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვთხოვ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი და გვერდებით რომ ყოველთვის ასეთი საინტერესო სტუმრები გვეყოლება. აბსოლუტურად 90-იანი წლების კვალი ეტყობა დღეს სპორტს. როგორ არ ეტყობა? ეტყობა. მაშინ შეეტყო სპორტსმენებს. იმიტომ რომ ვინ დაზარალდა მაშინ
აი სპორტსმენები რომლებიც დარჩნენ და ის ერთი წელი როგორ არის ერთი წელი რომ გაჩერდებით და შეჯიბრში არის მიიღებ მონაწილეობას ძალიან დიდი ტრამვაა და უკან დახევაა რა სპორტული ფორმის ისევ ფორმაში შესვლა რთულია და დაეტყო მაგრამ ეხლა ნელა-ნელა ბაზებით დაეტყო ანუ ინფრასტრუქტურით ხო ინფრასტრუქტურა დაინგრა და ინფრასტრუქტურა თუ არ არის სპორტსმენი როგორ აღიზრდება მე ძალიან კეთილი შურდა აზერბაიჯანის იმიტომ ეხლა კი არა რამდენი წლის წინ ყველა რეგიონში ყველა რაიონში ბაზები ააშენეს და მათი პრეზიდენტი მეკითხებოდა რომ აიო თქვენო არა გაქვთ ბაზები და ყველაფერს იგებთო ნუ თხარი ჩვენ თქვენთან რო ვარჯიშობთ ვერ ატყობთ მეთქი და თქვენ გაქვთ ეს ბაზები და აცალეთ ცოტა დრო უნდა რომ ეხლა ნოლიდან იწყებთ და მიიღებთ შედეგს რის ხარჯზე ხდებოდა ის წეგანო რო თქვით ბაზები არ ქონდა პირობები საშინელი იყო მაგრამ შედეგი მაინც იდებოდა თან მით უმეტეს ეხლა რაოდენობის მიხედვით თუ იმჯერებთ ქვეყნის ბევრად დიდი რაოდენობის მაცხოვრებლიანი ქვეყანა ვერ დაიგვეხნის ისეთი შედეგებით როგორც საქართველოს ჰქონდა და აქვს ეხლა რის ხარჯზე ხდება ის მაინც ვთვლი რომ ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს კიდევ კარგავთ რასაც ბიჭები და გოგოები აკეთებენ დღევანდელ დღეს ეს არის მათი გმირობის ტოლფასი რა კი ხელი შეწყობა შედარებით უკეთესია ვიდრე ხა 90-იან წლებში ქონდა და თუ გინდა 2000 წელს და 2010-მდე მაგრამ მაინც არასაკმარისია მე არ ვიძახი ფინანსურად ტექნოლოგიურად არასაკმარისია იქ ძალიან მეცნიერები არიან უკვე ჩართული ვინ როგორ ემზადება რანაირად რა ანალიზს უკეთებენ და ეს ჩვენთან რეაბილიტაციის ცენტრი არა გვაქვს ელემენტარული ეს არის მამ ბიჭ გოგოების გმირობის ტოლფასი რის ხარჯზე და კარგავთ დიდ პოტენციალს ჯიგრის ხარჯზე მართლა გეუბნებით აი თავი ხასიათისა ჯიგრის ხარჯზე ეს არის ჩვენი მებრძოლის სულ ვიძახი ჩვენმა ისტორიამ მოგვიტანა ეს ხასიათი სულ ვომობდით სულ ბრძოლობდით არავის ჩვენ თავს არ დავსხმევთ ჩვენი ისტორიისგან გამომდინარე და ეს მებრძოლის სული მოგვიტანა ჩვენმა წინაპარმა ნუ გავანიავებთ ამას ნუ გავანიავებთ ესეთი არსად არ არის ქვეყანაზე არ ვიძახი კარგია თუ ცუდია თავისი კარგით და თავისი ცუდით მაგრამ ისეთი კარგია რომ სხვა ეძებს ამას რა სხვა ეძებს აი ამ კარგს რომელიც დაკარგეს ვეღარ პოულობენ აქ იპოვეს ჩვენ ვიხრწვით იმისთვის რომ იმათ დავემსგავსოთ იმათმა გაიარეს უკვე ეს დაკარგეს ეს ადამიანობა ეს ურთიერთობა ეს რა გითხრათ ეს სითბო ტრადიციები ოჯახი არა აქვთ ჩამოვიდნენ საქართველოში უცხოელები კაპიტალისტური ქვეყნებიდან უფრო ვიძახი რა ეს განვითარებული კაპიტალს რომ ნახეს ეს ურთიერთობები მოეწონათ პატივს სცემენ ჩვენ რა გვინდა თავისუფლება არ არის უზრდელობა რა თავხედობა და უზრდელობას და ფეხს რო დამიდებ მაგიდას ეს არ არის თავისუფლება შენ რაც გინდა ის თქვი რაც გინდა იფიქრე დაწერე გააკეთე რაც შენ გინდა მაგრამ უზრდელობაში ნუ გადახვალ რა ჩემს არეალში ნუ შემოხვალ უზრდელად სამწუხაროდ ამას ვხედავ და არ მინდა რომ ესე იყოს ჩემ კლუბში და ჩემს გარშემო ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან მართლა მე იმედი მაქვს რომ ესენი თუ გაგვატანინებენ რა ესე რომ ვთქვათ რა ჩვენც გვერდით ვიქნებით და გვერდით ამოუდგებით ყველანაირად მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი რომ რასაც ვხედავ ცუდი ადამიანები ჩვენ ფსიქოლოგი მუშაობს ჩემთან კლუბში და სულ იძახის რომ ჩემ მიხარიაო შენთან მოსვლაო რომ კარგი ადამიანები არიან ბავშვებზე იძახის რა ახალგაზრდებზე და მეც ვხედავ რომ ნორმალური ოჯახები და ნორმალური ბავშვები კარგი ადამიანები იქნებიან მაგრამ ბევრზე წყდება გული რა ვართ ახლა ამ რისკის წინაშე რომ დავკარგოთ ეს ადამიანური ურთიერთობები ვართ სამწუხაროდ ვართ იმიტომ რომ ისტორიასაც აღარ ასწავლიან მე ძალიან ხშირად დამყავს ბავშვები თელავში შეკრებებზე და ყოველ მეოთხე დღეს ანუ 3 დღეს ვავარჯიშებ მეოთხე დღეს დასვენება და ვცდილობ გარშემო
ისტორიკოსი მეგობარი გვყავს, მურაგბე, ის ჩამომაწერინებს რა უნდა ვაჩვენო, დავავალებ, რომ დღეს აი ამ ისტორიულ ძეგლზე მომიმზადებ რაიმე ნარკვევს, ოღონდ ერთი და იგივე არ მომიყვეთ მეუბნები. თავისებურად. ვატარებ. ჩვენივე საშუალებებით მოვატარებ მთელი კახეთი. ყველგან სანაგირიდან დაწყებული ყალთოთი დავთავრებული. შუამთები არის, ძალი შუამთა ახალი. ეს ახლო-მახლო იგივე ძალიან ბევრი ისტორიული სანაგირეზე ხართ ნაუხი? არა. აი ნახეთ, ვაჩნაძიანების აი ძალიან ბევრია სანახავი რა. ბევრია სანახავი და რაც მთავარი ამას ისტორიას ვასწავლი. იმიტომ რომ კახეთიდან ჩამოვიდნენ ძალიან კარგი განათლებული, ჩამოყალიბებული, ნორმალური ბავშვები და ვეკითხები ქეთევან დედოფალი ვინ იყო თქო და არ იციან. რაზეა საუბარი? ეს გეგმაზომიერად მეტის ალბათ სკოლებში ისტორიის ესეთი დაკნინება. ელემენტარული ხო უნდა იცოდე. მე ხო არ გეუბნები თარიღები და ელემენტარული იქ დაიბადე, გაიზარდე. ეს როგორ შეიძლება არ იცოდე? ერთხელ ვართ რაღაც შეკრებაზე და ჩემი მეუღლე რეკავს და ჩემთან ვერ დარეკა, ჩემი მეგობართან გადარეკა და რასაკეთებს ნინო და ციგს კითხულობს ისტორიას, საქართველოს სანიკიძის ისტორია რომელიღაც თავს. რასაკეთებს მოიცა შევხედაო თუ ტირისო ვაგებთო და თუ ცინის ვიგებთო. აი ეს დამცინია. დასაფასებელია ნამდვილად. არა, განათლება ის ძალიან მოვიკოჩლებს. საშუალო განათლებაზე ვიწერხ. მე პროფესიულზე უკვე აღარ ვიცი როგორ და რა არის, მაგრამ ანუ არ ვიცი რა, ძალიან. ხო, ზოგადად სპორტში განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იგივე სპორტული ინტელექტის ამაღლების. არა, მარტო სპორტში არ ვიძახი, მთლიანად ქვეყნიერებას. ქვეყნის ხო მაგაზე აღარ ვსახებ. თუმცა არის ხა რატომაც არა ძალიან კარგი სკოლებიც არის, კერძო, სადაც მაგრამ არაძლევენ აი სხვა განხრით, რაღაც განხრით მესმის, მაგრამ ისტორია შენი ქვეყნის ასავლე რა. შენი ქვეყნის მე ხო არ გეუბნები რა მთელი მსოფლიოს ისტორია, თუმცა თუ გაინტერესებს მსოფლიო ისტორიაც უნდა იცოდე რა. იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავი აი სიამს ჩვენზე უარესი ისტორია აქვს აწყლებს. სულ ომში იყვნენ, ხო? აი ასე რომ ვიძახი ადამიანი ყველგან ერთნაირია. საქართველოში სხვა სპორტის წარმომადგენლებს თუ უკითხავთ რჩევები? კი. რა სახის რჩევები არის ძირითადად? უკითხავთ ეხა არ მინდა გავამხილო ზოგიერთები, მაგრამ უთხარი ბიჭო, მოვედი აგიწიე შტანგა რა. ხო არის ეს. არა, არის ეს ანეკდოტიდან მოკევი. მაგრამ მე ვთქარი მე შენ ტექნიკას და შენ სპორტის სახეობაში ვერაფერს ვერ გასწავლი, ერთადერთი შემიძლია ასუნთქვის რეგულირება, რას თქვენ ბოლო წამში არ გყოფნით გამძლეობა მეთქი და მაგის გამო და ნერვიულობის გამო და გერღვევათ კოორდინაცია ხელში. ეს არ ნიშნავს სიმშვიდე არ ნიშნავს მოდუნებას. სიმშვიდე არის კონცენტრაციის მაღალი ტონე და შენი ტანის ფლობა ძალიან არა დაძაბულად რა. ეს ხო გაძლევს შენ საშუალებას ნორმალურად იაზროვნო, დროულად გადაწყვეტილება მიიღო და გამოიყენო შენ სასიკეთოდ. მეორეც მოვალ და მეც ვთხარი, ამეც ვთხარი. ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ვთხარი, ისეც რაც თქვენ არ იცით, თქვენ სპორტში მე ვერ ჩავერევი, არ ვარ. მაგის კომპეტენცია არ მაქვს. ელემენტარული სუნთქვას მიაქცია. ყურადღება რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა დროს, როდესაც გამძლეობა არ ყოფნის, ჟანგბადი არ არის შენს ორგანიზმში და იმიტომ რომ არასწორად სუნთქავთ. სწორად რო ისუნთქვა, აჯობებ უკვე 30% უკვე აჯობებ. რაც შენ პრობლემა ჰქონდა, მოგიხსნება ეგ. ერთი გამოვიდა და მიყურებდი როგორ სუნთქავდი. კი, მიყურებდი და მამაყობდი, მაგრამ ეს მათთვის. გიორგი ჭინჭარაული ყავდა სტუმრად ეგან შტანგაზე გამახსენდა. მან თქვა რომ ოლიმპიურ ჩემპიონობსო რაღაც საერთო აქვს.
სხვა ხალხი არიან და ეს საერთოდ სხვა პლანეტიდან არიანო რა. სხვანაირად აფრენენ. სხვანაირად აქვს თუ მოწყობილიო რა გონებაში. მისი სიტყვებით მივხვდი სხვანაირად აფრენენ. ყველა ადამიანს აქვს. გაქვთ საერთო? გეტყვით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ მეტი ყურადღება რო არის მიქცეული ამ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, ჩანს მათი ეს არაორდინარობა. ჩანს, თორე თქვენ არა ხართ სხვანაირი განსხვავებული? ხართ. თქვენაირი არის ვინმე სხვა? არა. უბრალოდ იმაზე მეტი ყურადღება რო არის პერიოდისთვის ჩანს ეს. თორე ყველა თავისებურია. ჯინჯარაული არ არის თავისებური. ანუ ხასიათი ხო მაინც არის. ხასიათი, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა მოემზადო ხასიათი თუ არა. კი, ხასიათია, ეხლა ყველას თავისი ოფოფი აქვს რა. ადრე ლაშა მითხრა ტოკიოზე რომ დილასო რომ ნახეო ლაშაო ბეკაურიო როგორ ემზადებოდაო 301 არაგველი ვარო რაღაცა ანუ მივხვდი უკვე რომ მარტო ხასიათით უკვე იმდენად წინ იყო რაც მაგალითად მე არ მქონდაო აი თვითონ ჭიჭა რომ მოსთქვა რომ ეხლა პარიზშო ისე იყო რომ აი გენომ ხომ მოიგო ერთი ოქრო მაინც გვაქვს დღეს შეიძლება არ მოიგო ანუ თვითონ ლაშა თქვაო რა ანუ ხო დაემთხვა ერთმანეთს და თურმე რთული პერიოდი ხო ქონდა მაგას იოდაო და კარგია რომ გენომ მაინც მოიგო მე რო ვერ აუწიო ნუ ოქრო გვექნება მოეშვა კი მოეშვა და თავისუფლად გამოვიდა იმიტომ რომ ძალიან დიდი და მეტი პასუხისმგებლობა როდესაც უკვე მოგებული ხარ შენგანელიანა აუ ძალიან შენარჩუნება უფრო არა საზოგადოება გძაბავს აი ამ დროს არის სწორედ ფსიქოლოგია აუცილებელი სპორტში რომ დაგეხმაროს რომ ეს ამან ხელი არ შეგიშალოს მე მაგალითად ძალიან ხელს მიშლიდა ის რომ უკვე საქართველოს სახელით გამოვდიოდი ცალკე დამოუკიდებელი და ეს ცალკე დროშა საქართველოს მიშლიდა მიხვდით განა მე ეს მინდოდა მე ვამაყობდი ამიტომ მაგრამ ეს მიშლიდა და როდესაც მედროში ხართ? ხო, აი არის სხვა პასუხისმგებლობა? მედროში სამჯერ ვიყავ. მედროში. რა გზნობა? ой, ძალიან სასწაული. ყველაზე დიდი кайფი, რასაც ქვია გახსნის დროს, ეს არის მზადება, სანამ გამოხვალით. იმიტომ რომ მთელი ეს ქვეყნები, მთელი ეს გუნდები ხო ერთად არის. მთელი მსოფლიო და სცენაზე ესე იყო, რომ ერთმანეთს ესე უვლიდით რა. დინარეზე და ყველა ერთმანეთს ეხვევა ზოგი იცნობს ზოგი ყვირი ზოგი გიცნობს ზოგია და სულ სხვა მუხტია რა ეს თუ არ შეიგრძენი ეს დღესასწაულია ხო ოლიმპიური თამაში ყველა შეჯიბრი მაგრამ ოლიმპიადა აი განსაკუთრებული დღესასწაულია და აი ეს ამის შეგრძნება უკვე ძალიან დიდი სიხარულია რა და რა ვიცი მე ერთი სული მაქვს ხოლმე როდის იქნება ოლიმპიური თამაშები შიშით არასდროს არ აი ხო არის ზოგს აი მე მეშინია გამო არასდროს რატო არ ჯიშო იმიტომ რომ შეჯიბრზე გამოხვიდე და ერთი სული მქონდა ხოლმე როდის იქნება შეჯიბრი როდის და ოლიმპიური თამაშები ნუ რა 10 ოლიმპიადის ოლიმპიურ სოფელში ხართ ნამყოფი სეული ჯობდა ყველას ყველას დასამახსოვრებელი სეული იყო არა იმიტომ არა რომ მე მოვიგე თუ წავიგე აი აზიას რო აქ ჩატარების უნარი ყველანაირი შეჯიბრის და ისეთი მასშტაბური როგორც არის ოლიმპიური თამაშები ტყუილია რა არავინ ვერ შეეტრება პარიზი არ გამახსენოთ თვითონ პარიზი კიდე არ აუშავს ჩვენ სადაც ვიყავით ჩატორუში ნუ აი ერთი კვირა როგორ ვიყავი არ მახსოვს აი ამოვიღე რა იმიდან გონებიდან რაღაც საშინე ესე ოლიმპიური თამაშები ესე არ უნდა ჩაატარო. თუმცა ეს არ იყო ვთქვათ ჩვენი ფედერაციის ბრალი რა საფრანგეთის ფედერაციის ისინი გულბოდიშებდნენ და რამე ხო არ გინდა და ყველა ყოველ წუთში და წამში გეკითხებ ხალხზე არ არის. ეს საორგანიზაციო კომიტეტმა ესე როგორ გააკეთა მე არ ვიცი. რასაც ვერ შევადარებ მაგალითად ვერც სეულს ვერც პეკინს. ძალიან მაღალ დონეზე ჩა. იაპონიამ ხო საერთოდ დახურა, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში პერიოდში ხო პანდემიის დროს მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანა თუ შეძლებდა ჩაეტარებინა ასეთი შეჯიბრი. ნუ ოჩახ. ევროპა ნამდვილად ვერ ჩაატარებდა, ნუ ამერიკაში თავდაჯერებულები არიან იმდენად რომ გონიათ რომ ჩაატარებდნენ, მაგრამ ვერ ჩაატარებდნენ. ნუ ნახოთ ამერიკაში ხარ მასწავლე.
ატლანტაზე ხო იყო? ატლანტას. ხო არა ატლანტა ნანახი გვაქვს ეხლა მაგის შემდეგ არ ჩატარებულა ხო, ამერიკაში. ნუ ატლანტაში თან კიდევ უფრო მეტად ინდომებდნენ და ეხლა ლოს-ანჯელესში უკვე ვიცით რა არის ყველაფერი ფინანსებზე ისე გადავიდა რომ ჰაერი აი ყველაფერი არის ფასიანი და სულ ცდილობენ რომ იაფად გააკეთონ იძახიან რომ წამგებიანია ოლიმპი როგორ არის წამგებიანი სანამ დაიწყება ოლიმპიური თამაშები მარტო მედიისგან ამოღებული აქვს ის თანხები რაც დახარჯეს როგორ არის წამგებიანი მედიაზე ამას აქვს სუდი გამოსtildeება. უბრალოდ ძალიან კარგად იპარავენ ალბათ და მაგიტო აღარ ყოფნით მე ხო არ გადავიდეთ თამაშს. დავიდეთ. თქვენთვის გვაქვს თამაში მომზადებული, თვალებით უნდა გამოვიცნოთ ქართველი ოლიმპიელი. და აღუნიშნავთ რომ ჩვენც არ ვიცით ვინ არიან. ჩვენც უნდა გამოვიცნოთ თქვენთან ერთად. პირველი თქვენ უნდა გამოვიცნოთ და მე და ბასკი შევთანხმდებით რომელი გამოვიცნობთ რიგითობით. ჯერ თქვენ და მე ჩვენ. დავიწყეთ? დავიწყოთ? კი. აი, მაშინ პირველი ფოტო. ვიქტორა, ჩემი კუმირი. მე ვთვლი რომ 4 გზის ოლიმპიური ჩემპიონი. კი ბატონო. აი მე ეს არის ჩიმიშკიანი. ალბათ. ალბათ. მე ჩიმიშკიანს წავედი თავიდან. გამოვიწანი. ვახოს დიდი მეგობარი. ჯუღელი. რურუა. მოჯიდავე? რურუა ხო. კარტოზია ხო. კარტოზია ხო. ვერ გამოვიცნობდი მე. ნუ აი მე ეს მარტივია. რატო არის მარტივი? ვერ ვიცანი. ეს ფეხბურთელი იქნება ხა და მაგითო მარტივი? გამღრეულია ჯერ ეს ერთი სურათი. ეს სურათი ბევრჯერ მაქვს ნახოს ვატშოპში. აი თქვათ? თქვით არის. ალბათ ლევან თედიაშვილი. თედიაშვილი. მოზუმული იყო ალბათ. ეს არის ერთი. ათოლი გინესის რეკორდსმენი რა ხო? გამოიცნო. კი, ეგ არის ნამდვილად. ხაბარელი. არ შეცვლა ნამდვილად. აი მე რა ეს ეს არის მოკრივე. სოფლიო ჩემპიონი. აი მე. მე არ მგონია ეგ. კი. აბა ვინ არის? მე კახი მგონია. კახიაშვილი? ხო. ხო. სოფლიო ჩემპიონი. მე მგონი. კახია. კახია. კი. ამღრეული რო არის ვერ იმაში. ეს საერთოდ ვერ იმაშია რა პიქსელებში. ა? ეს არის. მე ვიცი. ვიცი? არ ვიცი. ეგარი უეჭვათ. ლერი? მე ხანდა. ზიადაურია. ყოფილი. როდეში მეც მე ლერი ხო არ ვარ. არა და მაგრად გავდა თვალების მოყვანილობით. ძალიან ახლოვე. ნუ ეს კახი. სანიცა. გიორგი კაცო, კახი. კახიშვილი. კახი ასანიძესაც უწინასწარ მეტყველა, იცი? ოლიმპიადა. ჩემპიონშაკ. მე ვიცი რა მაქვს ვერსია. შეიძლება მცდარი იყოს, წეგანაც ვთქვი რომ ლერი არის თქო ხაბელოვი თქო, მაგრამ ზიადაური იყო. ეს არ არის ლერი. ლერია? ეს ალბათ ლაშა ალხაზე. არა. არ არის ლაშა. არა? ლაშას არ გავს. უფრო თქვა ვინ არის? თქვია мо? ჩემი ვერსიით. ცირეგიძე. ხო. ოჩა. ეს რა გამختارია თვალებით რამხელა იყო. ეს მე მაქვს ვერსია. ვერსია მეც მაქვს. მოჭიდავე? ალბათ. თუ ის ფოტოა, რაც მე მგონია, თავზე ადევს გვირგვინი. გვირგვინი. ანუ საბერძნეთში.
ანუ პრიზიორი დაბალწონაში რაგვარი პეკინში ხო არ გახდა? პეკინში ოქრო. პეკინში ოქრო მანუჩარი? ალბათ. ხო. გვირგვინი არ ქონია, მაგრამ გვირგვინი საბერძნეთში. ისე გვირგვინი გეგონებოდა. ხო და მაგიტო საბერძნეთში საბერძნეთში წავედი, იმიტომ რომ გვირგვინი გამოჩნდა. ეს კი ბატონო, ესეც მინდორა. იგივე წელი. ოჩა. ფერადები ადვილი. კი, ეხა ცოტა გამარტივდა. ვერა? არა და მეგონა მარტივად გამოიჩნდა. მეც მეგონა. რატო? არ თქვათ ჯერ ვინ არის. კარგი. ვიფიქრო? ვიფიქროთ. გორი? სულ ყველა გორია. გორი 73. არ თქვათ ეხა ეს ბოლოს ჩემპიონი? 73. მინიშნება. შავი. შავდათუაშვილი? შავდათუაშვილი. ой, მე აქ სულ სხვანა ესეთი თვალები არ მახსოვს და რა ვქნა. სულიცინის და ეგეთი თვალები არ მახსოვდა. ეს ის არის კატალახაძე ალბათ. არა. აბა? ძალიან საყვარელი თვალები აქვს. მე მგონი არ არის ტალახაძე. არ ქალბატონია მე მგონი საერთოდ. არა? არ ვიცი. ქალბატონი ოლიმპიური ვინ დაგვრჩა? ჯუღელა იყო და საიდა გუმბადა. ეს არ ვიცი ვინ არის. ქალბატონი? არა მგონია ქალბატონი. აი ვერ გამოვიცე. არ ვიცით. აი. ქალბატონი. გაგიგოთ ვლადიმირმა გაგა ქალბატონი. მე არ ყოფილვარ ბასკი. აი ეს არის ტალა. ეს ლაშა. იდე კაი ქალბატონი. ესეც ვიცით. გენო პეტრიაშვილი. კი ბატონო. ვეყოფა ეხა თორე ჩავიჯრებით. აი მე არ ვიტყვი ვინ არის. იცანი? ბასკი შენც არ თქვა. ამაზე ვიფიქრო დიდი ხანი. მე ვიცი ვინც არის. ისეთ ვერსიაც არ გააქვთ? არც ერთი? აი სავარაუდოდ შეიძლება იყოს. ყველა ჩემპიონი ჩამოთვალეთ ახლო-მახლო რომლებიც იყვნენ და ფეხაური ალბათ. ლაშა. მაინც ცოტა ხანი დაიცადე ბიჭო, რა გჭირს და. თვითო ის ძალიან გაბრაზებული. ესეთი გაბრაზებული ერთი ვიცი მხოლოდ შეიძლება იყოს. ამაზეც მაქვს ვერსია ჩემი. მაგრამ მე მგონი არ არის. მე მგონი ეგ არის თან. კარნახი. გადაცემაში ყავდა სტუმრად. ვაი. ვინ ყავდათ რო არ ვიცი. პოდკასტში. მე არ ვიცი ვინ ყავდათ. მე რამდენი გადაცემა. კი. მე-7-ში, მე-5-ში. მე ალბათ უფრო მე-5, მე-6-ში. ეგ არის უჭირო. ყველა ძალოსანი ყავდა. ძიმეწონოსანი არის თუშია. ოლიმპიური პრიზიორი. თუშიშვილი? თუშშვილია. ო. თუში ყო. ეგეც გაბრაზებული თვალები თუშას აქვს მხოლოდ. რინერს რო ყურებს. როცა რინერს უყურებს. ой, მე დედა. ეგ იქნება ეს ხალი ხოა ეხლა. მე მგონი არ. მე ვერ ვცნობ ვინ არის არ ვიცი. ან ქორქია ან საკანდელიძე, უფრო ქორქია. ქორქია ღია ფერებში იყო და რა ვიცი ამ შავ თეთრი იმით რანაირად უნდა იცნო. საკანდელიძე არ არის ეს. ლერი ხო არა? ლერისაც არ გავს. ქორქია ყოფილა.
მეორე. აუ. ქუთაისელი მოჭიდავე ხო არა? ხახალეიშვილი. არა? ცისფერი თვალი ხახალეიშვილს ქონდა და რა ვიცი. ფეხბურთელი თუა ერთადერთი ყავს. კეტაშვილი. კეტაშვილი. ოი. ეს იყო ჩვენი თამაში. სხვა თვალებით ცოტა აგვერია. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი შედეგით? ხინჩი გარიქნება კმაყოფილი როგორ ვერ ვიცან ჩემი შვილიკო რა. აი ხო. საკუთარ შვილს რო ვერ იცნობს. წადი სახში, დაბერითი, მორჩა. ხინჩი ვერ ვიცან. ის მეძახ მოეკითხე, დეიტას მოგწევენ ხარ. ო, ვაშა. სხვა ხასიათის ბიჭი. საერთოდ. იმ ხელით რომ ოლიმპიადას მოიგებ, ხასიათით იგებ. სწორედ ეგ უნდა გამოიყენო მეთქი. მე რა რო დაგეჯახა შენი. მოწინააღმდეგე შეხვდა ზუსტად იმ ხარში და მე რა მეუთხარ შენ ხო იცი რომ სპეციალურად დაგეჯახა. უკვე მაგარი ხარ. ხურებს. მაგრამ მას აქვს ნათქვამი. 4. ერთი არ შეუსრულებია. ერთი არ შეუსრულებია. ნახევარი შეასრულა. ნახევარი შეასრულა. ასია დამოკიდებული რა, სანეევს რო კითხეს რომ რა არის შენი წარმატების ესეთ გამოცდილებაო რა გაუზიარეო ახალგაზრდებს რა. რო ავიღებდი მედალსო, უჯრას გამოვაღებ, ჩავდებ და დავხურავ, იმიტომ რომ მეორე დღიდანვე იწყება მზადება შემდეგი ციკლისთვის. ასე რომ თუ გეყო შენ გვერდზეც ისეთი ხალხი დაგიდგა რომ არ წაგიყვანეს და არ გამოგრთეს აი ამ მზადების ფერხულიდან, რასაც ქვია ძალიან კაია მეგობრები, ძალიან კარგია მშობლები, ნაცნობი ყველაფერი, მაგრამ ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი. თუ გინდა მე არ ვეუბნები რომ ესეთი მიმართულებით იყავი, გართობაც კაია, დალევაც და დროსტარებაც და ქორწილების და დაბადების დღეებიც, მაგრამ ეს უნდა იყოს ძირითად მიზანს უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი. აი ჩემ მოწაფეებსაც და ყველასაც ვეუბნები რომ საერთოდ ცხოვრებაში მიზნის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. თავარია კონდეს მიზანი. არა აქვს ამას მნიშვნელობა სპორტში იქნება, ექიმი იქნები თუ აი რა პროფესიასაც აირჩევ, სულ ერთია. ეს დიდი მიზანი შედგება პატარა მიზნებისგანაც, ხო? და იმას უნდა მიყვე და უნდა იცხოვრო მიზნის მისაღწევად. ეს არის აზრი ცხოვრების. უმიზნო ცხოვრება არის ფუჭად ნაყვა შენი ენერგიის და ყველაფრის. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად დაუსვა შენ თავს კითხვები და უნდა გასწე მასზე პასუხი. რა არის საჭირო, რომ ამ მიზანს მიაღწიო? რა საშუალებები გაქვს შენ, რომ მიზანს მიაღწიო? რა შეგიძლია შენ რომ მიაღწიო და დღეს ყოველ დღე რა გააკეთე იმისთვის, რომ პატარა მარცვალიც მაინც ამ მიზნის მისაღწევად. აუცილებლად მიაღწე. ეს არ უნდა იყოს აუ ძალიან ესეთი კონცენტრირებული მარტო ამაზე იფიქრო, არავითარ შემთხვევაში. უნდა იცოდე პრიორიტეტი, რა არის შენთვის მიზანი, არის და სხვა დანარჩენი პატარა მიზნები, სხვა საშუალო ყველაფერი უნდა სცადო ამ ქვეყანაზე, მაგრამ იმ თავარი მიზნისთვის, რომელიც გადაწყვეტილი გაქვს და პრიორიტეტია შენთვის, იმისთვის უნდა იარო. ის საინტერესოა. ყოველ დღე უნდა ისწავლო. კი ბატონო. საინტერესოა თქვენ თუ დაგრჩათ მიზანი ან ოცნება ასასრულებელი. ან მიზანი რომლის მიღწევაც გინდათ, ოცნება რომლის ასრულებაც გინდათ. გინდათ. მინდა ოლიმპიადაზე მოხვედრა. ანუ ჩემი მოწაფეების ხო, გაფრენა. და წვნელობაშიც ოლიმპიური ჩემპიონის გაზრდა ალბათ. ეხა მაგი როგორ გამოვა, მაგისის ამდენს ეხა ესე მიზნად დავისახო რა ოლიმპიური ჩემპიონი გაზრდა. ყველაფერს ვიზამთ, ხო ვამბობ მიზანი არის, მაგრამ მივდივართ გეგმა ზომიერად. აქედან ქუთაისში რო ჩახვალ გზა ხო იცი როგორ უნდა გაიარო? ასე უნდა იცოდე შენი მიზნის გასავლელი გზა. და გეგმა და იარო ამ გზაზე. მიხვალ. კი ბატონო. 3 თქვენი საყვარელი ქართველი სპორტსმენი. სანეევი, ეს პირველი კუმირი ჩემი სპორტში, ქორქია და ბექავი.
დასამახსოვრებელი მოვლენა სპორტში. სპორტში აი მე რომელი აღნიშნო. სამი. იმდენი კარგი ცუდი არ მახსენდება რა. ჩემი სპორტული ცხოვრება უკვე დასამახსოვრებელია რამდენად და არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეხა მედალს რომ მოიგებ, ეგ სიხარული, ეგ სტრესი სიხარულისგან რომ მქონდა ეგეთი მე ალბათ ცხოვრებაში არასდროს არ განვიცდი. ტყუის როლის გარეთ რო გითხრათ, არა მარტო ტყუიაში. არა მარტო სპორტში? არა, სპორტში ოღონდ თქვენი სპორტის სფეროს მიღმა. სხვა სახეობები. სხვა სახეობები, სხვა სპორტსმენებთან მიმართებაში. კი, სხვა სპორტის სახეობებში. ჩემთვის ძალიან კარგი სიტუაცია არის ხოლმე და აი რაღაც ისეთი როდესაც მთელი გუნდი, საქართველოს გუნდი, ხო? მარტო ოლიმპიურ თამაშებზე ხვდებით ერთად რა. იქ ვიცნობთ ერთმანეთს. მაგრამ ესეც აი ძალზედ სასიხარულოა და რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს ის ემოცია მაინც რჩება და რო შევხვდებით ხოლმე დიდი დროს გასვლის შემდეგ მაინც ისე ვისევხვდებით აი იმ ემოციით რა როგორ გითხრათ. ნუ ეხა დროშის მე დრო შეობა ძალზედ პასუხისმგებლიანი საქმეა. თან ლაშასთან ტალახაძესთან ერთად გვერდზე დგომაც ესეც ამაყვა. რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? ადამიანობა ალბათ. ამასაც გეტყვით რატო. ძალიან მომეწონა ამ პროფესორის გამონათქვამი და ლექცია. თავის აუდიტორიას დაუსვა ესეთი კითხვა, რომ მოდიო დაფაზე დავწეროთ ერთიანით ადამიანობა, აღნიშნოთ. დანარჩენი ადამიანური თვისებები, რაც ადამიანს გააჩნია, აღნიშნოთ ნოლებით. ლამაზი ხარ? ნოლით. მიუწეროთ ამ ერთიანს ნოლი. მაღალი ხარ? ნოლი. სმარტი ხარ? ნოლი. ნიჭიერი ხარ? ნოლი და აი ესე ჩამოთვალა რა ძალიან ბევრი თვისებები და ერთი 40 ნოლიანი მიუწერა რომ ადამიანს რამდენი კარგი თვისება აქვს. და მე წაშალა ერთიანი. ანუ ადამიანი თუ არ ხარ, დანარჩენ თვისებას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. კარგს და ხო, ყველაფერს. არც იკარგ ნოლი ხდება ყველაფერს. კი ბატონო. რა კითხოს დაუტოვებდით შემდეგ სტუმარს? არ ვიცით ვინ იქნება. მოიმე ერთი კითხვა მაქვს, მთელი ცხოვრება მაწუხებს. თქვენს შეგეკითხებით და ჩემს სტუმარსაც დაუტოვებ და საერთოდ კაცობრიობას და თუ მომეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, ოღონდ ბანალურ პასუხს არა რომ მე ეს ავარისა რა. აი შინაგანად დაუსვით თქვენ თავს კითხვა რა, შიგნიდან და ვინ ლაპარაკობს ახლა, ვინ აზროვნებს, რა აზროვნებს. ანუ ვინ ვარ მე? დიდი ხანია ვცდილობ ბავშვობიდან, ახლა კი არა. ვინ ვარ მე? აი ამ კითხვაზე არ არის აუცილებელი სწრაფად გაცემა პასუხის, ან როდისმე გაცემა. მე ვერ გავეცი პასუხი. და დღემდე ვეძებ თქვა და გავცე, აი მიბლოკავს რა, აი გავდივარ მიბლოკავს რა რაღაცა, რაც არ მიშვებს იქით. ოღონდ ეს ჯერ კიდე სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ამაზე ვფიქრობდი რა. და დღემდე პასუხი არ მაქვს. ნეიროქსელია რო საუბრობს ახლა და გიყურებთ თუ ტვინია თუ რა, აი ვინ ვარ მე? თქვენ ოლიმპიური ცოცხალი. რა, ბატონო? თქვენ ოლიმპიური ჩემპიონი. აი ხო გითხარით ბანალური ისინი ხო, ნუ ეგ ძალიან ღრმა არის. ხო. შინაგანად აი ყველამ თავისთვის, ჩემთვის კი ნუ ამ ჩვენ შემდგომ სტუმარსაც ვუთხართ თუ თავისთვის გასცეს პასუხი. არავის, არ ჩვენთვის, არ თქვენთვის, არავისთვის. უბრალოდ მაშინ ერთ კითხვას იმას დაусმევ, რომ რა გვეშველება. კახი. რა გვეშველება რა. და ბოლოს მოგწონთ თუ არა ნახატი? ძალიან. მომწონს და ეხა სურათსაც გადავიღებ. გატანთ. სამახსოვროდ რჩებათ ეს ნახატი რა თქმა უნდა. ვაუ, ესე მუზეუმში გავაქანებ სპორტის. ოღონდ დამთავრდა ეს აღარ ვეძებ. აი ძალიან ეს ტენდერობიამ ძალიან გაწელა რა და ხარისხიც ისეთი ვერ მივიღეთ როგორც მჭირდებოდა. თქვენ მუზეუმს აკეთებთ? სპორტის მუზეუმს კი. პირადად თქვენს თუ საერთოდ? არა, სახელმწიფო. ხო. ხელმძღვანელობ რა. ბატონმა თიამ თხოვა მაშინ ჩაუდექი სათავეში ერთ კვირაში მზად ვქონდა
პროექტის და უნიკალური ძალიან კარგი ყველაფერი, ძალიან ახალგაზრდები სხვადასხვა ხელობის გამომეხმაურე და ქალბატონო ნინო ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ. კი და ისეთი ენთუზიაზმით დაიწყეს. ოღონდ სახელმწიფო თანხებია და ტენდერიო და ტენდერში სხვა გაიმარჯვა ვიღაცა. რომელაც საერთოდ გადამიკეთა ეს გამზადებული მივეცი და პროექტი და სულ სხვა რაღაცა დახატა, იქ რაღაც გამორჩა შეიძლება მუზეუმში 3 ნატურა კონდეს მარტო. მოკლედ. აი, ეს ჩავამთავრეთ, ახლა მშენებლობა დაიწყო ტენდერზე გამოცხადა, ეხლა ეს ცოტა არაუშავს ნორმალური ფირმაა და ვნახოთ რა. ოღონდ იწელება ძალიან დროში. და სად ოღონდ ჯერ კიდევ ნახევარი საქმე ეს ფირმა რო გავა, ეს იქნება ნახევარი საქმე გაკეთებული. აწი უნდა შედგეს უკვე ექსპონატების განლაგება და შევსება და ამას უნდა უნიკალური დრო და ყავს დიზაინერი, ვინც მუშაობს ამაზე და იმედი მექნება რომ რა ვიცი. ტერიტორია სად იქნება? ხო, ანუ აშენება იგეგმება თუ არა, მიდის მშენებლობა დაწყებულია უკვე. ოლიმპიურ პარკში, აი ამერიკის საელჩოს გვერდით რო არის, იქ აუზის ტერიტორიაზე, სადაც მაშინ გადაწყდა რო ყოფილიყო. ძალიან საინტერესო შენობა იქ შიგნით. ძალიან საინტერესო. კი, ჯობდა ალბათ მეც მაშინაც თქვი რომ არის ტერიტორიები და ახალ ადგილას ავაშენოთ პირდაპირ იქვე იმ ტერიტორიაზე ხომ თავიდან ავაშენოთ ვიდრე ამის გადაკეთება მეთქი მაგრამ მოკლედ ესე გადაწყდა. ის ოლიმპიური ცალკე იქნება რაც ფედერაციაში კომიტეტში არის ოლიმპიური მარტო ხო. ახლა ჩვენ მარტო ოლიმპიადა ხო არა გვაქვს ხო. ნაციონალური სახეობებია და არც მე-20 საუკუნიდან იწყება ჩვენი სპორტის ისტორია და ამიტომ მოვყვებით როდიდან და პირველი მერცხალიც იქნება აი. დიდი მადლობა როგორც თუნდაც საინტერესო თვისაუბრეთ და წარმატებები. გისურვებთ თქვენი მიზნის განხორციელებას ლოს-ანჯელესში. უღრმესი მადლობა, მეც გისურვებთ გურული ვარ და მშვიდობას გეტყვით პირველ რიგში და ჯანმრთელობას, რაც ბედნიერების აწინდარია. თქვენ თანამოგვიგებთ. უღრმესი მადლობა.